დავიწყოთ სოკარის სელფი და ტიშერტი არიან ჩვენი სპონსორები, მაყურებელს შევახსენებ და კიდე თხოვნა მაქვს რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს რეგულარული მაყურებლების 50%-ს გამოწერილი არ აქვს და ასე რომ გამოწერის ღილაკს თუ დააჭერთ ხელს არხს ძალიან დაეხმარება და ვინ იცის ეს თუ არა ჩვენ მორიგმა სტუმარმა გიორგი კალატოზმა აი ნაგური გადასვლა გავაკეთენა. ხო მნიშვნელოვანია გამოწერება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა, რომ დამიძახე პოდკასტში. გუშინ ჩამოხვედი, ხო? ხო. მოიარე ჰოლანდია და სიცილია. ეინჰოვენი, როტერდამი, იქით ბრიუგეშიც ვიყავი, მე სიცილია და ამდენი ხნით სამშობლოდან წასული არ ყოფილი ვარ. დაახლოებით 2 კვირა გასული ვიყავი და დავბრუნდი და მოვედი. ჰოლანდიაში რატო იყავი შენ? ჩემი ძაშვილი ცხოვრობს იქ და მუშაობს ცხოვრობს და დაგპატიჟა. ტურისტულად იყავი? ხო, რა უბრალოდ რაღაცა. სასტავი წავედით და მერე, გაიყო. არ დაგვიჟდა ფული იმაში, სასტუმროში არ დავხარჯეთ და კი მე მეორე წელია ჩავდივართ და კარგია ევროპა. ხო. სასტუმროზე კარგად დაზოგავდნენ და ძალიან ძვირია მან. ამსტერდამში განსაკუთრებით. ამსტერდამში ხო, ინთოვენი ეგეთ ძვირია. აი მაგიდის ხელა ოთახი შეიძლება ღირდეს 2000 ევრო თუ რაღაც. ხო, კი. სასტუმროში ხარ ნამყოფი მან? არ მაგრამ სმენია. ძალიან სივიწროვეა. ხო, კი, ამსტერდამში ბოლოს რო ვიყავი იმაზე, რეალის და აიაქსის ლეგენდების მატჩი იყო. ვიყავი ნოემბერში მე მგონი და ნუ მან სპონსორმა იკისრა ეგ ყველაფერი და მე არ ვიცი რა და რაპორტაჟი. ერთკვირიანი ბოლოს რო გითხარი ვერ მოხვედი, იმიტომ რომ ერთკვირიან ლაივს იწყებდით. ხო. მე მგონი ბოლო პოდკასტია, სადაც ნამყოფი არ იყავი, ხო? ნუ ტატოსთან ერთად ხარ ნამყოფი, მაგრამ დარჩა კიდე რამე პოდკასტი. იმდენი პოდკასტია, რომ უკვე ძალიან გაიზარდა რაოდენობა პოდკასტების ასე ნამყოფი არ ვარ და რავი, ანუ ეხლა ვარდოსანადაც მომწერა სხვათა შორის კიდე. ხო, უნდა დავასწარი. ხო, ანუ გავიმეორო. გაიხარდება. გაიხანე გავიდაო და გავიმეორო ხო და მე თქვი ქვეყანაში არ ვარ თქო, იმას ეგუთხარი. რო ქვეყანაში არ ვიყავი. როგორ ჩაირა ერთკვირიანმა ლაივმა, ვინც არის ის ოქტოპუსის არხზე, ერთი კვირა გქონდათ ლაივი. იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ველოდებოდით. იმიტომ რომ გქონდა ნორიოში ეგ ლაივი. და ეგ ინტერნეტის პრობლემა არის ხოლმე ხშირად რა, ანითიშება, დენი მიდის ხოლმე, ან მაინც რაღაცა კომუნიკაციები კარგად არ არის მიყვანილი. ნორიოში რატო? ეგეც ვთქვათ. მაინც რაღაცა დიდი სივრცე იყო უფრო ჩემთან ვთქვათ სახლში არ იქნებოდა ეგეთი კარგი, იმიტომ რომ მაქალა ოთახი არ მაქვს, ეგ დიდი ოთახია. ეზოს ვარიანტი იყო კიდე, ეზოში გამოვიდოდით თუ რამე და გარეთ გავიტანდით ლაივს და რაღაცა თუ რამე მწვადი შეწვა იქნებოდა თუ რაღაცა, აი ეგეთი სხვადასხვა აქტივობითაც დავხუნძლავდით და მაგიტო გავაკეთეთ და გაითიშა კიდევაც ინტერნეტი ერთხელ, მაგრამ მალევე აღდგა. დენი წავიდა 2-ჯერ თუ 3-ჯერ, მაგრამ უარეს ველოდი რა. და ტექნიკურად დანარჩენი ჩემაცმან ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ხარვაზე პრაქტიკულად არ ქონდა. ხო და მარტო შენი ძმა იყო მაგაზე პასუხისმგებელი, ძალიან რთული ამბავია. თან მე რამდენჯერ ჩავთავდი ხოლმე, ძალიან ბევრი იყავით კადრში სულ. ხო. 10 ადამიანი სულ იყო ხოლმე რა. ეგ არის ბუმის დამსახურება, რომ ხმა კარგად იყო. ბუმი ვიყიდეთ მახარასგან. დიდი ხანი მეუბნებოდა რომ წაიღე არ გინდათ და გჭირდებათ, თქვენაც გჭირდებათ რა ზეკონებს უკეთებდა და ვიყიდეთ მე და მართლა ძალიან კაი ხარისხი ქონდა რა, ხალხი წერდა რომ საიდან იღებთ ხმას, იმიტომ რომ მართლა ამდენი ხალხი და ხმა იდეალურად შემოდის. პეტლიჩკები და იმედ ვერ არა, ჯერ ნუ ტენოის პეტლიჩკები თან ცვალო და ასე შემდეგ და ბუმმა ძალიან მასი ამოვნა. ერთი ბუმი იყო? ერთი ბუმი ქონდა მარტო. მართლა? მეტი არაფერი. ვაუ. და გასულაც ქონდა რა. აი სოკარი არის ჩვენი სპონსორი და ვიყავით ვეიმარტში და მაგ დროს ლაივი გადავიდა ტელეფონზე. ეგეც ლუკას მე ვერ ვიზამ მაგას რომცე ხა თავში გავირტყავ რაღაცას და ეგ ბრავალფეროვნებაც ქონდა რომ მარტო სახლში არ ვიყავით რა რაღაცა ეზო გასვლა და რაღაცებიც იყო. ხო, ეზოს კადრებიც მინახავს და პირველად მან დავფიქრდი რომ მეთქი ტექნიკურად. ხო. ამდენი რაღაცა გაკაჩეს თქო. და ეხლა კიდე რომ გავაკეთეთ რატო არის რაღაცის კეთება კარგი რომ ლუკამაც მითხრა რომ აი შემდეგზე რომ გავაკეთებთ უფრო უკეთ აი გავიარეთ ხო რა შეიძლება დაამატო რა შეიძლება უკეთესი იყოს და უფრო უკეთ და გამოხმაურება ქონდა იმდენად კარგი რომ მივხვდი იმ პრაიმ ჰაუსებს და რაღაცას დაუყურებს ხალხი და არ ჭირდებათ რაღაცა განსაკუთრებულის მოსმენა. აი იქ შეიძლება კონფლიქტების გამო უყურებენ დიდად ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ აი ეს რაღაცა მარტო ყოფნის
დაძლევის ვარიანტში ბევრი მითხრა რომ აი მარტო რომ ვიყავი თავი სუჩართული მქონდა და გიყურებდით და გზნობდა რომ რაღაცა ხალხთან ერთად იყო ეგეც რა და მაგითო გაასწორა მიზანი რა იყო რატო გაკეთეთ მიზანი იყო რომ მაინც YouTube-ზე სპეციალები მე ძალიან მომწონს ზოგადად სპეციალები სიმსონებს რო უყურებდი ხოლმე მან დაგთ ხოლმე Halloween სპეციალები და რაღაცა Halloween სპეციალების სერიები განსაკუთრებით მომწონდა რა და თემატიკა ქონდა და YouTube-ზე რაც ვარ დავიწყეთ რაღაცა 20000 გამომწერიდან 30-40-50-ზე სულ სპეციალებს ვაკეთებდით რა რაღაცა რომ აი გამომწერები ახსენა რომ გამოიწერეთო და რაღაცას პირდები გამომწერებსაც რომ აი ამ ნიშნულზე გავაკეთებთ ამას და ამას და 200,000-ზე რო ავედით რა ვქნათ და მოდი არ გავუკეთები არავის ერთკვირიანი ლაივი ვხიოთ იმიტომ რომ აქ არ გავუკეთებიათ მაგრამ სტრიმინგი ზოგადად ისე მუშაობს სხვაგან რომ ეხა სტრიმერები ყველაზე ესეთი მოხოდილი ტიპები არიან რა სპიდი მაგალითად ხო სტრიმერია არიან ტიპები ვინც ძალიან ცნობილები არიან და ვიდეოს არ დავუდიათ რა მარტო სტრიმავენ და ჩვენთან თითქოს აი დიდი სტრიმერი აი სპიდს ახლა გლობალურ მასშტაბზე მაგრამ ქვეყნებში ხო ყავთ ეხლა ნორვეგიაში ვიღაცაა და იმაში ბულგარეთში ვიღაცაა ხო ალბათ არ ვიცნობ ეგრეთი დატმა ჩვენთან აი ეს არის ლაივში და არ არის ეგ მომენტი რა არა და გამოსაყენებელი თემაა რა იმიტომ რომ ლაივი საერთოდ სხვა მუღამია საყურებლადაც ლაივში ყოფნა სხვა მუღამია მაგრამ ალბათ ერიდებიან რა ვიღაცები მაგის კეთებას არ ვიცი მე მაგალითად ლაივში მუშაობდი ანუ კომენტატორად დრო მუშაობდი ეგეც ლაივში იყო მე გადაცემები ლაივში და ანუ ჩემთვის ძალიან კომფორტული ფორმატია ლაივი და მაგიტო ავდექით ერთკვირიანი ლაივი გავაკეთეთ და შედეგი ჰქონდა ძალიან კარგი 10,000 გამომწერი მოგვემატა და გამოხმაურება იყო ისეთი თბილი და დადებითი რომ მე მეგონა რომ ძალიან დავიღლებოდით რა და ვენდაცვლებოდით ბევრნიც რო ვიყავით მაგანაც გვიშველა მაგრამ ხალხის ემოცია სულ თან უნდა გააართო ხო სულ რაღაცა უნდა მაგრამ არა სულ არც არ ვაკეთებდით იმასაც 700 გამომწერი ხო ერთ კვირაში ხო ერთ კვირაში 10,000 გამომწერი მოგვემატა ისინიც ხო კონდათ ამდენი თუ რაღაც 300-ზე თუ ავედით ხო ნუ პირობითად პირობითად ჩემ მანქანაზე თანახმა ვიყავ რომ დავთმობდი თუ 300,000-ზე ავიდოდით 250,000-ზე ქონდა ტატოს მოპედი რომელსაც გავათამაშებთ მაინც თუ ავალთ და ნუ პატარ-პატარა ეს რაც თმა რო არ შემიჭრია 15 წელია ესე და ლაივში ვქენი ეგეც რაღაცა დამატებითი ჩელენჯები გქონდა რომ გავერთეთ რა მაგრად რა მე მაგრამ დამახსოვდება ეგ პერიოდი ხო ეს დაგეგმილი გქონდათ რომ რაღაცა თუ რასაც სიტუაცია მოიტანდა ისე აკეთებდით რომ აი ვინ დაისვენებდა ვინ გააგრძელებდა რაღაცები და რაღაც დონეზე დაგეგმილი იყო რაღაც დონეზე სიტუაცია იყო სტუმრები მაგალითად დაგეგმილი გქონდა რო თქვათ რაღაცა შაბათს ვითამაშებთ მაფიას 4 შაბათს არის ბარსელონა ინტერი იყო ბასტოს და ქოროს უთხრათ რაღაცა იქ მახარა ერთი დღე მახარასის გავაკეთოთ მოსვლა და საჭმელები გავაკეთოთ და გავასინჯოთ და რაღაც ეგეთ დონეზე ჩამოწერილი გქონდა რა და დანარჩენი თუ მაყურებელს რაღაც გაუსწორდებოდა ჩატში გვიწერდა და მე იმებსაც ვაკეთებდით რა ხო მე მგონი რამე რეკორდები მოხსნა რა მოხდა ლაიქების მხრივ ან სტრიმერ ყველაზე ჩვენი რეკორდი მოვიხსენით ლაივში ნაყურებელის რამდენი იყო ჩვენ რეკორდა ორ შაბათობაზე რეკორდი როგორც მახსოვს კობიაშვილი რო ყავდა 7,000-მდე ყავდა რა ლაივში აქ იყო 10,000 კაცი მე რო თმას ჭირდა მახარა მაგ დროს ჭრიდა ნუ არა ჭრიდა ეს ნათქვამია რას საკეთებდა მაგ დროს ჩემ თავზე მაგის დროს 10,000 კაცი იყო რა სპიდს უყურებდა მაგრამ სპიდი იყო ლაივში და ეგეც თმას იჭრიდა რაღაც და აქან შეუგზავნეთ ჩვენი ხალხი რა ჩვენები გადავიდნენ და ოქტოპუსიდან მე გვახსენა იმაზე სტრიმზეც who is octopus თუ რაღაცა და მახარ არჩევდა და მიდითო უნდა გადმოვიყვანოთო აქო ნუ მაგდენი ვერ ვქენ დაბლოკეს მე ვიღაცები რომ სპამავდნენ ოქტოპუსი რომ მაგრამ ეგ მოახერხეთ რომ რაღაც ჩვენი ის მაინც ახსენა რა და ხო იმას 70,000 კაცი უყურებდა და გლობალ ის არის ტიპია რა მილიონი ვისყავდა ერთ სტრიმზე YouTube-ზე ეს მილიონი მაყურებელი ხო არა ტონა უყურო კაცს მე არ უყურებ ლაივში ყავდა მილიონი მაყურებელი და მაგას 70-დან და ჩვენ ერთი 10,000 კაცი ვიყურებდა რაც ანუ ქართული მასშტაბით არის ძალიან დიდი შედეგი YouTube-ის რეკორდი როგორც ვიცი არა ლაივს არამედ პრემიერას მაფიას ქონდა 26,000 კაცი უყურებდა პრემიერას მართლა ჩემი ცოლის და ქალების რაღაცაც ქონია მაღალი ციფრები როგორც ვიცი მაგრამ YouTube პროექტს კონკრეტულად მაგის ის არ არსებობს ხო დატა ხო რაღაცა ითulis ჩვენ რა შევდივართ ხოლმე რა საიტი არ მახსოვს ლაივში ბოლო კვირაში ვის ქონდა ამ რეგიონში ყველაზე მეტი ნახვა წერია რაღაც social blade-ი თუ რაღაცა ეგ ხო კი მან ადრე იყო ხოლმე ეგ არ შევსულა კი არის არ შევსულა ახლა აღარ შემოწმებია მაგრამ
აი ორ შაბათობა არის სხვადასხვა სულ მეებში რა ტოპებში, იმიტომ რომ მე მიგვირს რა რომ სტრიმინგი არ განვითარდა საქართველოში ისე როგორც უნდა განვითარებულიყო. დასაწყისი ქონდათ ქართულ სტრიმერებს, ყავდათ რა 5000 კაცი და 6000 კაცი PUBG Mobile და რაღაცით ვაირალ თამაშებს თამაშობდნენ. ყავდათ ბევრი ხალხი. ეხა ვერა. ანუ რაღაცა გეიმინგის მიმართულება მოიკლო თუ რატო არ ყავთ არ ვიცი. როგორ შეიძლება თავიდან რომ დაიწყოთ ეგრე არ იყო. ეხლა როგორ არის ოქტოპუსში რომ რაღაც გადანაწილებული გაქვთ როლები? კი. ძალიან გადანაწილებული. ნუ კაშენი ძმა ტექნიკური საკითხი გასაგებია. ჩვენს ბარი შესყიდვები, მიკროფონი ჩამოვიდა, ის გამოვიტანეთ YouTube-ის ლოჯისტიკა, ყველაფერს აკეთებს. რა ჩიპები, კამერები, ანუ მასალები, აი ყველაფერს ლუკა აკეთებს ტექნიკურ ამბავს. დანარჩენი, ნუ ყავს ლოთებიც ასევე არხზე. რომლებიც მიმზიდველები არიან ლუდის კომპანიებისთვის. და ყველას თავის როლი აქვს რა მართლა. აი რაღაცა ერთმანეთის როლებს დიდად არ შევდივართ ხოლმე რა. გუნდიშა უფრო მეტად არის თქვათ ბუღალტრული თემები და საყიდლები, ანუ რაღაცა მოსატანია, მოპედით მოტოციკლით მოძრაობს და მანქანით წასვლას ამოსვლას გუნდიშა აგორებს ხოლმე ეგეთ საკითხებს. თქვათ გააჩნია გაცოცხლებულს თუ წერთ გუნდიშა თემებს იმეშვება რა იძიებს და ასე შემდეგ რა. დანარჩენი ისე ერთიანად ნუ მემონტაჟეც ყავს და ახალი პოდკასტიც რო დაიწყოს თქვენი გაკეთებული ეგეც? არ არის ჩვენი გაკეთებული სხვადასხვა კომპანიების დიდი ხანია. მე როგორ ქვია მისაყოლებელი პოდკასტი. მისაყოლებელი პოდკასტი გუნდიშა და ცოტნე არიან, ჰოსტები და არის ლუდისას პროექტი. ხო. სამარილე ქვია არხს და ძალიან კარგად დაიწყეს სხვადასხვა. კი, კარგად მიდიან. ხო, ანუ კომპანიებს ძალიან ბევრს აი შენ არც გეცოდინება იმდენი ჩავარდნილი YouTube პროექტი აქვს რა, რომ აი დაიწყეს და 300 ნახვით დამთავრდა ეგ პროექტი და აქ სწორი გათვლა გაკეთდა აი ჩემი და მახარას პოდკასტის ამბავი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული რა, რომ კომპანიის იმაზე კეთდება YouTube არხზე და სწორად შეხედეს ლუდისას მარკეტინგმა ძალიან სწორად დაინახა რომ როგორ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ ანუ თან ესე ეგონოთ რა ჩვენ რა პოდკასტს ვაკეთებდით წინა არხზე მახარას არხი ეგონათ ეგ მაგალითად ახაც შენც აგიჩნდა ეგ შეკითხო რა თქვენი პროექტი ხო არ არის ესე რაღაც ორგანულად კეთდება რა თქვენს ხელსაუბრში პირდაპირ გამოჩხერილი არ არის რეკლამა და კი ეგრეა ზუსტად ხო ზოგადად მაგ შეცდომას ხშირად უშევენ ხოლმე რომ ეხაც აი დავაკვირდი ეს პოდკასტების ტრენდი რო წამოვიდა კომპანიები წავენ თვითონ პოდკასტების კეთებას რა რაღაცა თანამშრომლს დაავალებენ ხოლმე და იმას აკეთებინებენ და ანუ სწორია რომ ვინც უკვე იცის კეთება იმასთან მიდიაწი და გააკეთებინე და ყველას უნდა თან აი რატომღაც კომპანიას ფულის ხდა არ უნდათ იუთუბერისთვის და უნდათ თავისი კონდეთ რომ რატო უნდა უხალო ეხა მე კალატოს რატო მიუტანო ფული როცა შემიძლია ჩემივე არხზე რეკლამა ჩემით გავაკეთო მაგრამ მან ერთ შეცდომა ის არის რომ შენ არხზე შენი რეკლამა არ არის ეგეთ ღირებული ხო ანუ შენ არხს თუ შენი ის ქვია რა ქვია რაღაცა ზესუმზირის სახელი თქვა სიტყვაზე რომელსაც ყიდი და გამოდიხარ და ყველაზე მაგარი ზესუმზირა ვამბობ ინფლუენსერ მარკეტინგში ვერ ეწერები რა კარგად და ვიღაც სხვა თავის არხზე რო ეტყვის ისაც ბევრი მაყურებელი უყურებს იმას დაეჯერება რა იმის მაყურებელი სხვანაირად უყურებს მაგას და რაც არ უნდა ციფრი დაგეწეროს სულ რო კარგად გააკეთო რა მაინც ის არის შენივე არხზე შენივე პროდუქტის ქება არ არის ეგეთი შედეგიანი ხო რა თქმა უნდა შენი გადამოსახედა ბოლო წლებში შეხედა და ინტერესება ძალიან გაზრდილია ხო YouTube-ის მიმართ აი ბიზნესებიდან ყოველთვის დინამიკით ჩამორჩებით ვიდრე უნდა ვიყოთ წინ იმიტომ რომ ბევრი წინ აი ბოლო 5 წლის წინანდელ ამბავს შეადარო რა 5 წლის წინანდელ ამბავს შევადარო ბევრად წინ არის რა თქმა უნდა მაინც მაგრამ არიან იუთუბერები რომლებიც აი ესეთი პროექტები ჯგუფური პროექტები რამდენიმე დაშლილია იმიტომ რომ ფინანსური ისიც ნუ ბევრი პრობლემა იყო შეიძლება სხვა მაგრამ პირველ რიგში ალბათ ფინანსები იმიტომ რომ არასტაბილური სპონსორები ყავდათ და ბევრი ინდივიდუალური კარგი იუთუბერია რომელსაც ასევე არ ყავს სპონსორი და შესაბამისად თან ეს გემბლინგ კომპანიებიც რო არ იყვნენ YouTube-ზე საერთოდ ანუ ეგ რო გამოაკლო შეიძლება ვიღაც ხები დაინტერესდნენ და შემოვიდნენ მაგრამ უფრო სავალალო სიტუაცია იქნება მაგ ამბავში რა კონტენტის გაკეთების ამბავში ხო რომელი არხები ამ საჩენ უყურებ მაგის დრო როცა ამ საქმეში ხარ მე ხებს ვეღარ უყურებ ხოლმე რა და არის რამე ჩენელები რასაც უყურებ იუთუბერები ხო თვალს ვადევნებ ხოლმე ტენდენციებს რავი ანუ ხანრას რაღაც ჩემ მეგობრისთან მეგობრობ და რაღაცა იმათა უყურებ რომ ახარას უყურებ ხოლმე მაგალითად რამე ახალი გახსენდება რომ გაიჩიტა და არაბული არხია აუ კი დამავიწყდა ახლა სახელი მე გურუ ჩენელი ქვია თუ რაღაც ეგეთი
მე მომწონს ვიდეო ესეების ფორმატი რა. ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე რაღაც თემაზე რა, ფილმების განხილვა იქნება ეს თუ თამაშების თუ ზოგადად ფილოსოფიური რაღაცა, ან რაღაცა ტრენდული, ძალიან საინტერესო განხილვა მონტაჟი, კარგი მონტაჟით რა. არა თქვათ ის რომ დავჯექი მე კამერა დავდეთ მოგიყევი უბრალოდ მონტაჟის გარეშე. არამედ კარგი მონტაჟით, რომ აი რასაც ვამბობ, ყველაფერი გამოდა დინამიკა დაცული და რაღაცა რომ წერდა ეს ადამიანი ამ ტექსტს. აი რაღაცა იფიქრა ამ ტექსტის წერის დროს რა და ეგრეა გაკეთებული ვიდეო და Attack on Titan-ზე ქონდა ერთ ადამიანს გაკეთებული და ძალიან მესიამოვნა რა ეგეთი ხალხი აკლია YouTube-ში ჩემი აზრით რომლებიც აი ესე ერთ-ერთზე კამერასთან დაждდებიან და ეგეთ საინტერესო რაღაცას შექმნიან იმიტომ რომ მთელი მუღამი ხო ეგ არის რა კი განვითარდით ჩვენ 4 კამერა დრონი 360 GoPro ყველაფერი შევიძინეთ და როგორც პროდაქშენი შეგვიძლია კარგად ვამუშაოთ ბევრი რამ მაგრამ YouTube-ის უპირატესობა ეგ იყო ტელევიზიასთან რომ მოქნილია ხო ძალიან და ეს ერთ-ერთზე შეგიძლია რომ ძალიან ბევრი ადამიანს დაელაპარაკო და რატომღაც ადამიანები ისე ხშირად არ იყენებენ მაგას ყველას უნდა აი ძალიან გრანდიოზული რა ანუ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ ეს სიტყვაზე რაღაცა გამივფრინავ რაღაცით, გამოვიბი დამარხეს აქ, იმას ვქენი რა ქვია, აი რაღაცა ძალიან challenging კონტენტები, რაც ახლა ანუ უნდა იყოს. ხო, Mr. Beast-ის კოპი მაგრამ მე მგონია რომ ანუ ამას ცუდი განსახით ყია რომ უბრალოდ სხვა მიმართულება დაიჩაგრა რა. და ეგ მიმართულება რო არ არის, აი რაღაცა ბოლო პერიოდში ნახე რომ წამოვიდა. ეს ვასილ გაბუნიას არქი ნახე მაგალითად ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობს და ყვება. თუმცა მას ეს ვიდეო ესე ფორმატი არ აქვს, უფრო პოდკასტია. ანუ სულ მაქვს ცდილობა რომ დავემთხვეთ და ვერასდროს ვერ დავემთხვეთ. აქ არ არის გერმანიაში ცხოვრობს. კიდე რომ იყვანო, ხო? ხო, ძალიან საინტერესო ადამიანია და დარწმუნებული ძალიან საინტერესო. ეხლა იყო 2 დღით ავაცილე რა, გვიან გავიგე და შემდეგზე მე კიდე ვწდი რომ ჩამო. და ლაშა მაჩვენა გელაშვილმა კიდე ვიღაც გოგო იყო, ეგეთ რაღაცა ვიდეო ესეთ ფორმატში სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, ჩამიგდო და მე ეს რა ქვია, მაგასაც ჩაუჯდები ოცილად ნახავ რა. მე თვითონ ვაპირებ დაწყებას კიდე ეგრეთ სოლო ამბის და მაგას მევასება რა. მე მაგი დავიწყე YouTube-ში. მაგ ჟანრში? ხო, მაგი დავიწყე YouTube-ი რა, თამაშების განხილვებს ვაკეთებდი. და რომ ხვდება ხოლმე დღემდე ხალხი, მე უნება რომ ეგ კონტენტი ძალიან მოგწონდა და მეც მაგ კონტენტის კეთებ, მე თვითონ რომ ამონტაჟებდი, მე თვითონ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი. ეხლა მართლა გადანაწილებული გვაქვს სასაქმე რა. ორშაბათობაზე მოვიდე, დავждე ვილაპარაკო, პოდკასტზე მივიდე, აწყობილია ყველაფერი, თემები დაწერილი, სტუმარი მოყვანილი, ანუ რაღაც ჩემი ინდივიდუალობა იმდენად აღარ არის რა, შემსრულებელი უფრო გავიჩნდე, ვიდრე რაღაცა შემქმნელი. და ოქტოპუსზეც მიუხედავად იმისა, რომ იდეები და ასე შემდეგ ბევრი ძალიან ჩემია და მე ვარ ხოლმე ინიციატორი, ბიჭები ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ და ჩემი ინდივიდუალიზმი მაგამ ბავში კვდება, რომ ვიღაც სხვა მონტაჟებს, ვიღაცა სხვა ანათებს და ვიღაც შეიძლება სხვა ასრულებდეს და მან კიდე სოლო არხი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი სიამოვნება, აი მონტაჟის პროცესიც რა, აი ისე გამქცევიათ, რომ ხო, იდეაში მიიჩნევა, რომ მონტაჟი არის ძალიან დამღლელი და ეზარება და რაღაც, მაგრამ შენი დაწერილი რო და შენ რო იწერ კადრებს და შენ რო ძალიან დიდ რომი აქვს, მაგრამ აი ძალიან სასიამოვნო ხატვაც დარწმუნებული ვარ, რომ შეხედავ ლამაზია, მაგრამ ძალიან რთული პროცესი იქნება, მაგრამ ვინც ხატავს იმას ძალიან უსწორდება და მეც მაგრამ აი აწყობა კადრების და რაღაც რა მუსიკა დაადო და რაღაცა მაგაზე მაგრად გაიფობ და მინდა რომ მაგ საწყისებს დაუბრუნდე. და ისე თამაშები თუ ძირითადად მინდა რომ თამაშები იყოს, მაგრამ არა მარტო რა. აი სხვა რაღაც თემა შეიძლება ავიღო და იმ თემაზე გავაკეთო, იმიტომ რომ ოქტოპუსზე გამიკეთები აი ნაით შოუებზე და რაღაცებზე რომ რევიუები მაგაკეთებული თქვათ. აი რაღაცა ეგეთი შემოში. იმიტომ რომ ახლა ოქტოპუსის მაგრამ მან შენ და შენ ძმა მორ გააკეთეთ ეგა? ნაით შოუს რევიუ რო იყო. არა, მე ჩემს ვაკეთებ რეაქტებს უძირთად, მაგრამ აი მოყოლის ფორმატი, აი ცოტა უფრო ანალიზის კუთხით და დაწერილი უფრო მეტად სცენარული, ის უფრო დიალოგის პონტი იყო. ხო, ის უფრო იყო ღლაბუცი რა, თორემ მე ხა ის სახალხო კონტროლები და რაღაცების რეაქტები გვაქვს ჩაწერილი, დავждებოდით, უყურებდით და ძალიან ბევრი ნახვები აქვს თან. ეგ ძალიან მაგარია ეგეც რომ შეიძლება ძალიან ბევრი იწვევო, დრონი გადაიღო, იმით გადაიღო, წყლიდან ამოყვინთოს ვიღაცამ და კომპიუტერთან დაждდეს ვიღაცა და აი ესე ერთ-ერთზე ლოგინი ჩანდეს, უკან ტრუსიკი გაკიდებული და იმას უფრო მეტმა ხალხმა უყუროს და. ამიტომ არ არის აუცილებელი რომ გინდა თუ არა ეხა პარაშუტით გადმოხვდე და თავით ჩავერჯო იმაში რა ქვია. ხო. და მონტაჟის დროს კიდე
აი ეგრე როცა ყველა იმას ფრეიმს და კადრს ყურადღებას აქცევდა, აი აბა როგორ გადავიდეს და რამდენი სწავლობ და მე არის ხოლმე რომ დამონტაჟებ და ხვდები რომ რაღაც ზედმეტია, მაგრამ იმდენი გაქვს იმაზე ნაწოლები რომ აი 7 საათი გაქვს დახარჯული რომ აი ეგ 3 წუთი გაიკეთებინა და მე ხვდები რომ ამოსაგდები არის კლიანობაში არ მოუხდა. პირველად რომ დავამონტაჟე ვიდეო, Crash Bandicoot-ის განხილვა გავაკეთე რა. აი მიკროფონი მქონდა, ნუ აი რა გითხრა, რაც ვიპოვე სახლში რა. ხმა აქ ნუ კოშმარულად ცუდი აი YouTube-ზე სერჩავდი რომ როგორ კარტოფილით როგორ მივიღოთ კარგი მიკროფონი და ვიღაცემა ცოტა აი რაღაცა ოდნავ ხმა პილოტები რო გელაპარაკებიან თვითფრენებში აი ეგეთ ხმა აქ რა და რომ ამონტაჟებდი ერთი კვირა მომუნდი რა 10 წუთიანი ვიდეოს აწყობას და კიუორდები და არაფერი არ ვიცოდე თან ვსწავლობდი თან ამონტაჟებდი და რაც შეიძლება შეცდომაა რა ჯერ ვისწავლე და მე დადო მაგდა აი რომ ამოუჭრედი რაღაცა ეს ეგრე ვიწყებ ხოლმე და მე გზადაგზავს ისე რომ ჯერ ვისწავლე და ვიწყო ეგრე არ მეკნი არასდროს ეგრე ჯობია სხვათა შორის მაინც იმაში რა ქვია რომ ამოუჭრედი რაღაც ფრეიმს აი ორწამიანი ფრეიმი ზედმეტია რა არ ვიცოდი ერთად მონიშნო როგორ იყო ამ ფაილების და ხელით ვწევდი ყველას ეს ხელები რაც იყო ეს ყველაფერს ხელით ვწევდი და ანუ აი და მეთქი ნუ ალბათ ესე არის ესე უნდა ქნა მაჯარ გკიო და აუ აი და ერთი კვირა ვამონტაჟებდი და რო ავტვირთე 1000 ნახვაზე თუ რაღაცაზე ავიდათ ლივს და ანუ მეთქი აი რა მოლოდინი გაკიცი არასწორ მოლოდინებს იქმნი რა დასაწყისში ხო რაც რომ ჩადე გონია რომ იმის ის უნდა იყოს ხო და შენზე უნდა ილაპარაკოს ყველა მაგრამ სხვა კონტენტს ვადარებდი რა მე ამდენი ვიწვალე და ვიღაც ტიპი აი რაღაც ბანძ რაღაც საკეთებ იმას თუ აქ ამასაც ექნება და არ არის ეგრე რა აი იმდენი ფაქტორია გარდა იმისა რომ კარგი ვიდეო უნდა იყოს მილიონი და მაგრამ ნუ აი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ კეთები რაღაცის კეთება იმიტოა კარგი რომ შენთ მიხვდე და გაიგო იმიტომ რომ ეხა მე მქონდა ეგეთი რეაქცია და არასწორი დამოკიდებულება სამ საქმეს დავიწყოთ და ვიღაცა რო წერს ამას რა უნდა და რაღაცა მე ეხა იმის მიყვირს მაგრამ მიდი ცადე რა აბა ანუ გამოსცადე საქმეში შენი თავი და მიხვდები რომ ის ვიღაცა რო აკრიტიკებ რომ ჭამის კონტენტს რა უნდა მოდი აბა დაჯექი და ჭამე შენ და გადაიღე და როგორი იქნება აბა ხო ანუ ჭამის კონტენტი მინახავს სუდიც და კარგიც ესე იგი ანუ მაგასაც ჭირდება კარგი გაკეთება რა კარგიც არის თუ ისე სიტყვაზე თქვი არა კარგი ახლა სიტყვაზე შეფი თუ კარგი თავის ჟანრში ხომ მე არ უყურებ მაგრამ ხო არ მე თავის ჟანრში მაგალითად რა იმიტომ რომ ჭამა უნივერსალური ენაა რა ანუ იმიტომ რომ ყველა ჭამს და თუ ახლა ვიღაცა მზარეულია სიტყვაზე ვინც რაღაც გიფასებს კარგად ან არის ტიპი მახარასნაირი რომელიც გართობს ამ ჭამის ჭამა კი არ არის კონტენტი ხო მახარასი მინახავს მარტო ჭამა ნუ მახარასი უფრო კომედიისთვის უყურებ კომედია მაგრამ ხო ანუ ამ ჭამის როსაც კომედია არიან ტიპები რომლებიც გირჩევენ რა ბიუჯეტურად რა ჭამო და რა ანუ ხო ბევრნაირი ის არის რა მართლობა ჭამა მე თავიდან ის ფიგურის ხო რა უბრალოდ მუკბანგი უბრალოდ არა ხო ეხა ეგ რა ვიცი ხო ეგ მაგას ვერ ხვდები მაგრამ ანუ არანაირ კონტენტზე არ მაქვს ის ეგეც არის ხოლმე ძალიან ბიუჯეტური კი რა და ძვირიანი პროდაქშენებით გაკეთებული კი მაგრამ ხრაშონი რო კარგად უნდა ისხდეს და რავი ანუ ადამიანი აკეთებს რაღაცას და აკეთოს რა რავი ანუ თუ უსწავლდება რატო უნდა ნუ ძირითადი ჟანრი მაინც იუმორი არის ხო რასაც აკეთებ ხო გასართობ იუმორი იყო მაგალითად რა ჩენელი რაც გაიკეთებიათ ძირითადად იუმორი არის რამდენი წელი აკეთებთ 2017-დან ხო კაი ხანი გავიდა 8 წელი არის ხო იუმორი შეიცვალა YouTube-ზე ანუ ქართული იუმორი შეიცვალა იქიდან მოყოლებული თუ ისე ისე არის აუ არ ვიცი ერაზე ეცინება ხალხს ეგ შეიცვალა YouTube-ზე კარგი იუმორი აქვს ანუ თუ საქართველოში კარგი იუმორი უნდა მოუძებნო და დავასახელო ვინ გადავს ყველაზე კარგად აუცილებლად YouTube-ზე ვიპოვი მაგ იუმორს თუნდაც თქვენი პროექტი კაცები თუნდაც מחარა და თუნდაც რა ჰამაკის პროექტები და ანუ აი თუ მეცინება რამეზე ისე ხო თუნდაც კეთილები კი ბატონო სერიალები რაც არის თუ რა სადმე მეცინება მან მეცინება და ის სხვაგან მეტირება სხვაგან მეცინება ოღონდ სხვანაირი სიცილია ეგ ხო მაგრამ ტელევიზიას არ გულისხმობ აი YouTube-ზე რა კონტენტიც იქმნება რა ეგ თუ შეიცვალა თქვა ან ხალხის ღევონება რაღაც არ ვიცი ანუ აი მე ჩემი გადმოსახედიდან დიდად არა ანუ ახალგაზრდები არიან და შედარებით პროგრესული იუმორი აქვს და რაღაცა ისეთებზე რაზეც წლების წინ ვიღაცა გაეცინებოდა და საყდურს გეტყო და აქ არ არის ეგ რა პირველად გაცოცხლებულს რო ვაკეთებდით რაღაცა მამაოზე ხუმრობა გქონდა რა და ხა ტესტავ რა ნიადაგს ინჯავრო ეხა ამას ეს აუდიტორია როგორ იღებს და რო პირიქით წამახალისებელი სიცილი რო წამოვიდა ისე ცოტნეს რეაქცია მაქვს ეგენი შეიძლება აქო ანუ პირველი შეხება გქონდა
ცოტა სარისკო იმასთან იუმორთან რა და მაგიტო რაღაც სტანდარტები შეიცვლება და რაღაცებზე უფრო თავისუფალი გახდება მაგრამ ხა ვიღაცა ტიპები არიან ვინც ამაზე საყვედურობენ მაგრამ აი უფრო TikTok-ზე თუ მე არ უჭრი იმაზე Facebook-ზე რომ დავდო ახლა მე ჩემი ხუმურობა შოთა რუსთაველი რაღაც არა ნუ საერთოდ სხვა იმაში გავა სფეროში გავა ეგან მაგიტო მე მირჩევი რომ დავრჩა ბაბლში რაღაც ჩაკეტილი და კარგ ხალხთან და კარგ ადამიანებთან ვიდრე ვიღაცებთან ჩემი პროდუქტი მეტმა ნახოს და უფრო საინტერესო იყოს სპონსორისთვის არ მაინტერესებს ეგ TikTok-ზე მიუხედავად მაგისა კარგი კომენტარებიც გვაქვს ხოლმე მაგრამ ნუ ვიღაცებიც ცდილობენ რომ ამაზე გეცინებათ ხალხო და ეს კატეგორია რომ ამაზე გეცინებათ ხალხო ხო არა და მეორე არის რომ ამაში ხედავს ერის გარყნის და გახრწნის წინაპირობას რომ ეს რომ ამაზე გადაობს ეს ანუ ქარაფიდან გადავეშვებით ახლა და ცდილობენ რომ აი მაქსიმალურად რაღაც უწყინარი აბსოლუტურად ხუმრობა ესე შეტენონ რომ შენ ხარ ერის დამღუპველი თუ ხუმრობა კი არა აი პოდკასტიდან რო ამომიჭრია და reels-ის სახით ამიდია ერთ წუთიანი ვიღაცა რაღაცა აზრი თქვა თავის პროფესიაზე რა რაღაცა ქვეყანას ცხოვრება როგორ უნდა იყოს კი არა რა ვიღაც წაკეთებს იმაზე ისეთი არაადეკვატური კომენტარები და რეაქციები აქვს ხოლმე Facebook-ზე რა YouTube-ზე არ არის ეგრე YouTube-ზე როცა თავიდან ბოლომდე უყურებს და მთელი კონტექსტი ესმის და ხდება გასაგებია და იქ ეს ამოჭრილს და მithumetes ხუმრობა და თან ისეთი ცოტა სენსიტიური ხუმრობა თუ არის უმაქნისები არაფერი არ გაუკეთებია ცხოვრებაში ტელეფონი უყიდა ბაბუამ პენსიით და აი მაგი დამოდის და ინტერნეტი ჩაურთეს და მაგით გიწევს იმიტომ რომ ეხლა შენ და მე სიტყვაზე ვიღაც დამწყებ ტიპს აი 10 წელი რომ რაღაც საქმეს აკეთებ რაღაც შეცდომა რო აქვს ხო სხვანაირად მიუთითებ რომ გამოასწოროს თუ მინდა მაგის სიკეთე გინდა რა და იმ კრიტიკასაც ერიდე იმიტომ რომ იცი რა შენს გამოვლილი გაქვს რომ როგორი რთულია ამის გაკეთება რა ო მანდამეც ის არ არის აუცილებელი კონტენტის მკეთებელი კონტენტ კრეატორი იყო ნუ შენ საქმეში რომ იცი როგორია ხო კი ბატონო სხვა საქმეში ხო რთულია რა ექიმი თუ ხარ იცი რომ შენ საქმე თუ გიკეთებია მე ხვდები სხვა როგორ არ უნდა აკრიტიკო სხვა შეცდომას უშვებს ესე იგი. ხო, ეგენი არიან ადამიანები, ვისაც არათუ შენ საქმეში არ გაუკეთებიათ არაფერი. არაფერი არ გაუკეთებიათ არასდროს. და რაღაცა აი ეს დამოკიდებულებაა ხოლმე, რომ ამას რატო იღებთ თუ ამას. ის შემეცნება და ეს გავიგე ეს მაიმუნო და ის შემეცნება და ის რომ უნდა დავждდე მე 2 საათი ცოტა რაღაც სერიოზულ თემებზეც ხო. ბიჭო, ანუ ის პური მეპურემ უნდა აცხოსო. ანუ მე ამას ვაკეთებ კაცო და შენ თუ უკეთ გამოგდის ეს რომ შემეცნება შეგიძლია გააკეთო რაღაცა გაუზიარო ადამიანს გამოცდილება და გააკეთო დაჭექი გააკეთე რა მე რატომ ავალებ ანუ რომ რაღაც მაიმუნობს სიტყვაზე ტინგიცებ და მე მაკისრებ ვალდებულებას რომ ეხა ამაზე უარი უნდა ვთქვა და სხვა რაღაც უნდა ვაკეთო ამიტომ არიან ადამიანები რომ ამისთვის დაიბადა რა რატო ჭამრეუნები აი ეს არის მისი არ შეუძლია სხვას ესე კარგად და ეს არის მისი მაგნუმ ოპუსი ასე ვთქვათ. შენ აკეთე შენ რაც მოგდის კარგად რა. კი, თან კიდე საით მიდის იცი რომ უკვე ყველა პროფესიას ჭირდება ალბათ რა უკვე YouTube-ზე რაღაცა წარმოდგენილი რო იყოს. აი ნებისმიერი რაღაცა პროფესია კონდეს შენი არხი თუ გაქვს მაგრად გეხმარება ისევ შენ პროფესიაში თქვა კარგი ექიმი თუ ხარ კარგ ჩევებს დებ YouTube-ზე და რაღაცა აუდიტორია გემატება რომ კარგი ხის ხელოსანი თუ ხარ და კარგად აკეთებს კამს თან გადაიღე და მაყურებინე კარგად კამს როგორ აკეთებ რა ხო მე უკვე ნებისმიერ პროფესიას უკვე პირდაპირ გადიხარ შენ იმაზე რა ეხლა მიზნე აუდიტორიაზე ნუ ეხლა ის იყო თოფურიას კვირეული არის ეხლა რა ეხლა მოხდა წინა კვირას მოიცემა ოლივეირა და ანუ გაუტა და აი მე ხო რეაქტებს გიგდებს რა და თითქმის ყველა დიდი UFC-ის მოჩხუბარს თავისი ჩენელი, მოჩხუბრებსაც კი თავისი ჩენელი აქვს, რომ იქ ჩდება და ლაპარაკობს მე იმაზე რას ფიქრობს, ამაზე რას ფიქრობს, თავის მომავალ-ჭხუბზე რას ფიქრობს რა. არა, ეგ ძალიან მაგარია. კი. ყველა ადამიანი მოსიარულე ტელევიზიაა უკვე რა. ხო, რა რაღაცას თუ აკეთებ, თან მაჩვენე გადაიღე და რაღაცა შეგხედავს რა. სასწავლებლოზე გადის რა ქვია ნახვებზე. ეგ ის კაია რა, აი ტახტზე წამოკოტრელებული ტიპი რო შეუძლია რა, აი ისაკ ხოლმე რა ბევრად დამწყებ ტიპს რომელსაც უნდა მე ტელეფონი მაქვს და რა ვქნა ამით როგორ გავაკეთო და რაღაც და ანუ ეგ ის არის რა თავის როგეზარება რაღაც გაკეთება დაწყება ნუ იმდენად მარტივი რაღაცებით გაუსვრია კონტენტს რომ არაფერმა უნდა შეგაშინოს ახლა ტელეფონი მე შენ გეტყვი და ეს ჩვენ ახალგაზრდობაში რო იყო ეგეთ ტელეფონებია რა კამერას კი ახლა კაცებს რო ვიღებდით ეს არის წინა სხვა კამერები იყო მე გამოვიდა რაღაც Samsung-ის მოდელი რომელიც 4K-ს იღებდა და ის ჩვენი კამერები 4K-ს არ იღებდა რითიც გადაცემას ვაკეთებდით ანუ იმ ტელეფონით რო გადაგვეღო რაც გამოვიდა უკეთესი ხარისხი იქნებოდა მაგას მახარაჭუბობს ხოლმე სულ ეხა კამერებზე გიждდება ეგ რომ
ტელეფონით გადაღება არაო, ანუ სიღრმე არა აქვს და იმას ვერ აძლევს, მაგრამ ნუ რა მაქამდეც მივა ალბათ, რომ ეგ სიღრმეც ექნება და ყველაფერი. კამერას. ახსენეთ და თუ უყურე ილია თოფურიას. უყურე მერე ოღონდ. და არ ვინანე, იმიტომ რომ გაიღვიძა თელმაერმა იმაზე რა ქვია. 2 წუთი ნახევარში. ხო. მაგრამ კაი. როგორი ფაქტი დაფიქსირდა, არ ვიცი, რამდენად რეალურია. პრესკონფერენციაზე მე დენა ვაიტს ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ იმდენი სტრიმი იყო ესპანეთიდანო, რაც საშუალოდ აქვს ხოლმე მადრიდის რეალს. ანუ ესპანეთიდან იმდენივე ადამიანმა უყურა თოფურიასაც რეალის და ალკარასის იმას მატჩებს უყურებს ხოლმე. ეგ ძალიან მაგარია. ხო, ცოტა დაუჯერებლად ჟღერს. თან იქ იყო დილის 6 საათი ესპანეთში. ისე ჟღერს დაუჯერებლად, რომ რანაირად, მაგრამ ნუ მაგ სპორტის სახეობაში ხო თან, ანუ რაც არ აქვს შეიძლება კიდე ეგ უფრო უნდა თუ ფეხბურთში ახლა აგერ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, სოფლიო ჩემპიონატი, ეს საუკუნე ესპანური ფეხბურთის ახალია იმათვის ხო. ხო და მე როგორც ვიცი რა ლადო ნაცულიშვილი ყავდა სტუმრად და მაგანაც გითხრა რომ დედამო რო ჩაიყვანა ვილი ეგ ვერ იპოვა წრეო სადნო შეიყვანაო რა არ იყო ფიზიკურად. კი. და როგორც ვიცი ისტორია, რაცა ერთი ბიჭი დაინახა, რომელსაც პური ქონდა ფოთელი. ხო მეც ესე მაქვს მოსმენილი. ესე გაყვადა და ანუ მიკითხა რომ სად და როგორ და მაგ ხელა სერხიო რამოსი რო გაეჩნდა ახლა იმაჟე რო გამოვშტერდი რომ მეთქი საიდან ანუ სერხიო რამოსის კონტაქტი. ანუ ჩემთვის ხო სერხიო რამოსი ის არის რა, იმაზე იქით არაფერი აღარაა და უცებ ილია თოფურია და სერხიო რამოსი და რავი ანუ ამისაც ისეთი ჰაიპი აქვს რომ ანუ ყველგან გავაირალდა რა. ხო, თან ამერიკელებმა ეგ ამბავი როგორ დაინახეს იცის რამოსის, რომ ვიღაც ინფლუენსერი ჩამოვიდა, ბევრი ფოლოვერი ვისაც ყავდა, ანუ. ხო, ევროპიდან ვინც უყურებდა ფეხბურთი, ვინც ვა რამოსიც კი ილიას და იქ იყო რომ ვა ვიღაც ნახე ევროპაში როგორ აინტერესებთ, რომ ვიღაც რამდენი მილიონი ფოლოვერი ყავს, რომ ვიღაცა ინფლუენსერი ჩამოვიდა და მეტყვი გაზიარიყო რამოსი ვინ იყო. მაგათ მესიც ეგრე გონიათ, მე მგონი, ინფლუენსერი გონიათ. ხო. ძალიან მაგარი ამბავია ეგ რომ დვალიშვილი და თოფურია, იმიტომ რომ წლების წინ იყო საუბარი, ეკაკი მშობოდა ხოლმე ლაპარაკობდა ხშირად და კიდე ეკითხებოდნენ რომ აი ვის აქვს შანსი ჩემპიონობის და რაღაც ბევრი ვიყავით და რაღაც დასახელებდნენ და მეთქი ჩემპიონობა ანუ ქართულმა უნდა მოიგოს ეს ანუ მეთქი ესეთ ანუ ახლოს მომავალში არ ველოდი რომ ესეთი წარმატებული იქნებოდნენ, იმიტომ რომ გიგას თქვა თავიდან პრობლემები ჰქონდა და რამდენიმეს კიდე და აი ეხლა უკვე ისეთი პრესა აქვთ ქართველებს, გინდა ფეხბურთში, გინდა და სხვა სახეობებში, რომ მე ვამბობ ხოლმე ხშირად სპორტული გადაცემა მაქვს მაინც და იქ რომ თუ უნდა იყო ქართული სპორტის და ფეხბურთის და ასე შემდეგ გულშემატკივარი, კარგი ეპოქა ახლა რომ დაიბადო, იმიტომ რომ ბევრი წარმატება გვაქვს თორე. ხო. მე ძალიან ცუდ პერიოდში მაქვს ნაცხოვრები, იმიტომ რომ არათუ წარმატება, არამედ წარმატებისკენ მიმავალი გზაც არ ჩანდა. კი, ხო და შეიძლება ეხა უფრო ტკბილი არის ამ წარმატებას რო უყურებ ის რო გაქნახი რა. აუცილებლად, იმიტომ ეხა უფრო აფასებ თვითონ ეგეთ მომენტს, როცა აი ქართული რაღაცას სადღაც გამოჩნდება. აი ეს ქუჩაში რო გამოვედით ყველა და მთელ თბილისში რო ერთი ამბავი გქონდა, პატარა ბავშვებს ხედავდი და მოყვე და ეს ბავშვი ხა ანუ ვერ ხვდება რომ რამხელა რაღაცაა ეს რა, მისთვის čo როგორც იმაში რა ქვია, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გერმანული კლუბისთვის და გერმანელი ადამიანისთვის იქ სამშაბათი ოთხშაბათი გამოწერილი აქვს, ის უკვე ვეღარიაზე ადამიანები ეგრე ვართ მოწყობილები რომ რაც გვაქვს იმას მე ვეღარ ვაფასებთ ისე რომ სულ ესე იყო და სულ ესე უნდა გქონდეს და ვიღაცას ეგ არა აქვს და ჩვენ აბსოლუტურად გეთანხმები რომ ჩვენთვის განსაკუთრებით ტკბილია და ეგ ისეთი ტკბილი იქნება აი რაღაც ქართული კლუბი რო გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ეგეთი ამბავი მოხდება დარწმუნებული ვარ და ეგ რავი ანუ ერის ბედნიერების ინდექსის აწევაში ხო ზომავენ მაგასაც. იმდენად მნიშვნელოვანი ჩვენ ფეხბურთი ისე გვიყვარს რომ აი სამშაბათი ოთხშაბათი ეს ქართველები რო წავიდეთ და ჩემპიონთა ლიგას დავესწროთ ხოლმე ჩვენ ქალაქში, ალბათ ესეთი უბედურები არ ვიქნებით და ესე არ დავჭამთ ერთმანეთს და შეიცვლება. შენც და მეც ნაკლები კომენტარი გვექნება YouTube-ზე რომ რას გავხართ და რაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ წავა და დაიხარჯება ხა ვიღაცა იმას ბრიუგე რო ჩამოვა შეაგინებს იმათ 9 ნომერს და მე და შე რაღაც შეგვიგინებს და ძალიან მოხფილი ვიქნებ მაგით. მე შევაგინებ მაგასთან ერთად მეც მოვიფხარ. მაგიტო გუშევატკიო რო გავნითარდეს. კი, ერთადი მიზეზი ეგ არის. კიდე ხა გამოხსენეთ ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდით მაგაზე რა რომ ესე ხედავ მე რომ აი ჩვენ ნაკრები ფეხბურთში რო ითამაშებს ხოლმე და მე რო კომენტარებს აკეთებენ და რეაქციები არის ხოლმე და ადრე აი მაშინ როცა ახსენე მაშინ რო იყო ხოლმე აი არ ვიცი რა შევადო რაღაცნაირი საწყალი ანუ იმ ფეხბურთელებს ხა პირველად არ ვეხები და ძალიან მაგრები იყვნენ და დიდი საქმე გააკეთეს ქართული ფეხბურთის, მაგრამ აი სიტუაცია იყო ეგეთი რომ აი რა ვქნათ ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ თავზები ძალა არ არის იყო სულ კომენტარი რა რომ აი პატარა ერი ვიღაცას და ეხლა
ესენი რომ რა ვიცი ინგლისს და რაღაცებს ვეთამაშებიან ისე ხარ რომ რატო ვერ მოიგე ეგეთი ისაკა და ისინიც გამოდიან რომ აი რაღაცა არ გავთორე უნდა მომეგო და ეგ უკონდა მინდა გითხრა ეგ მომენტი რომ ინგლისად ვერ მოუგე ქართულს სულ ქონდა ხეცბაიას რო ეკითხება ვიღაცა საფრანგეთთან 3-1 რო წავაგეთ საფრანგეთში შენო არა მე ფეხბურთელი იმათ დამოკიდებულებას არა მე იმათ თავის მართლობა ხო მაყურებლის დამოკიდებულება იყო რომ ხო ანუ საფრანგეთთან რო წავაგე გადადგები თუ არაო ანუ საფრანგეთში ჩამოვიდა საქართველოს ნაკრებით უბედურებული და ანუ ვერ მოუგო და გადავდგე ანუ ხეცბაიასკენ ხშირად არ ვიყავი და 99% შემთხვევებში პირიქით აქეთ ვიყავი მაგრამ მანც მეთქი ახლა ეს ტიპი საცემია ვინც ეკითხა რა საფრანგეთშია კაც ჩამოსული თან და 3-1 და კვაყოფილი იყო რომ 1 გოლი გავიტანეთ ბიჭებმა იბრძოლეს ეგ პათოსი იყო რა და ამან რა მე დეშამს კითხება გუშინო ეგო ეს კონფერენციაზე ის რა გიჟი იყო ვიღაც ვინ არის არ ვიცი დეშამსაც ეკითხა რომ თუ წააგეო თუ და მე პერსპექტივაში კიდევ უფრო სასაცილო და დეშამს სოფლიო ჩემპიონი გახდა რა ხო და ფეხბურთელებსაც შეეხებათ ეგ მომენტი მე მუშაობდი სტადიონზე დინამოს სტადიონზე სტაჟიორად დავიწყე მუშაობა რა ვოლუნტარი ვიყავი მედია სტიუარდი და პრეს კონფერენციებზე ესწრებოდი რა და პრეს კონფერენციების ძირითადი წილი იწყებოდა ესე დინამო თბილისს ულოცავ გამარჯვებას 5-0 რაღაცა მოგვიგეს ჩვენ საერთოდ ფიქრობდით წამოსულიყავით თუ არა ამ თამაშზე უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელი ეგრე ლაპარაკობდა თავის პრეს კონფერენციაზე და ეგ სიტუაცია სხვადასხვა დიდ არ შეცვლილა მინდა გითხრა ჩემპიონატში იგივე ის არის სიტუაცია და ფეხბურთელებსაც შეეხება კონკრეტულად ისე ლაპარაკობენ თუნდაც ხა უცხო ენაზე რა ეგეც ასიამოვნოა რომ ამ ბიჭების მოსმენა აჩიამობდა ხოლმე არველაძე რომ თუ იცხოვრებს სხვა ქვეყანაში თამაშსაც შეძლებო რა და პირველ რიგში ის პრობლემა ჰქონდათ რომ ვერ ძლებდნენ რა ამ რაღაცა ქართული აურზაურის გარეშე თუ ცოტა ესე ხარ არ შეგიძლია ევროპაში დაალაგებულ ქვეყანაში ცხოვრება და ეს ბიჭები ისე არიან რომ მაგისთვისაც აი ყველაფერნაირად პროფესიონალები არიან რომ აი ენის სწავლის ამბავში და მაქენ დაწყებული რომ ინგლისური ელემენტარული მაინც იცოდე პროფესიონალიზმით დამთავრებული ბევრად მეტი აქვს და ეხლა არავის არ ეწყინოს რომ წინა თაობას თქვა რაც არ ქონდა ძალსახად ამათ აქვს შედეგი სხვანაირ ჯამში ვერ დადგება რა არ გაგიმართლებს ერთხელ ორჯერ ფეხბურთია სპორტია მაგრამ აუცილებლად შედეგი მოვა რა შრომის მერე როგორც მინიმუმ ხარისხიანად მაინც ითამაშე. ო, თან არ ჩემთვის აი მოულოდნელი არის დღევანდელი ნაკრები რო უყურებ, არ ველოდი რომ ეს ნაკრები გვეყოლებოდა. არ ველოდი რომ მოვესწრებოდი, შეიძლება ძალიან ხომაღალია, მაგრამ ესე მალე რა. კი. რომ ესეთი დონის რაღაცნაირად ის და სპორტშიც რო ესე ვიქნებოდი ზოგადად რა. აი სადღაც 2015, 16, აი 12, აი მაგ წლებში ისეთ ამბავში ვიყავით, აი ისეთი ბურუსით იყო მოცული ყველაფერი, თან მანდ უყურებდი რომ შენ ჩემპიონატის გჭირდება კარგი, რომ კარგი ნაკრები ყავდეს. იცი რომ მაგარი ჩემპიონატი ვერ გექნება. ჩემპიონატის დაძვრა რომ რაღაცა იყოს, ნუ არ არსებული ამუტოპია, იმიტომ რომ 2025 წელია და ისე ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და შესაბამისად. აი მე მგონია რომ აი ეკონომიკაც არ უშველის, აი ისეთ სიტუაციაშია რომ კადრები პირველ რიგში კადრები უნდა რა, კარგი კადრები რომ რაღაცა იმდენი ფული იყო ჩვენზე ღარიბებთან წავაგეთ რა, ანუ მაგის თქონდა ბევრჯერ. ხო, ნუ რა თქმა უნდა პირდაპირ არის თარგმნი ამაში. მაგრამ მაგაში რა თქმა უნდა უფულოდ განვითარებული სფერო მე არ ვიცი, ანუ ნებისმიერ სფერო სჭირდება ფინანსები, მაგრამ ამ ფინანსებს სჭირდება სწორი მიმართულება და ეგ მიმართულება მე შემსწრევარ, მიმართულება ქონია, არ ვიცი მე. უნიტასში ჩარეცხილა ეგ ფული რა, აბსოლუტურად უაზროდ. ეგ აუცილებლად სჭირდება და მეც ჩემთვისაც ის არის მოულოდნელია რა, ტალანტები რა გამოჩნდებოდნენ, ჩაქრებოდნენ და ამ ტალანტებს რაღაცა თან გამოჩნდნენ რასაც მანამდე არ ვიყავით მიჩვენები, ნუ ჩვენი თაობა რა, რაღაცა ძალიან პროფესიონალები და შრომის მოყარეები და ახლა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები არიან, ხო? ეგ ნაკრების ფეხბურთელები კი, ხო? თითქმის ყველა. თოფურიაც, დვალიშვილიც რა, პროფესიონალიზმის მაგალითები არიან. ახლა საგინაშვილო მოიგო კიდე ცოტა ხნის წინ არ ვიცი უყურე თუ არა. გადაუარა არ ქვია საკეთებს იმას რა, მოწინააღმდეგეებს და რა, ნუ აი რომის სფეროში უნდა გაიხედო, უცებ რაღაც ძალიან დიდი ნახტომი გაიჩიტა რა. ფეხბურთში რატო ესე არ იყო რა, ესე მივდიოდით და არა, რა თქმა უნდა. აი ესე მივდიოდა და უცებ აი ესე გაიჩიტა. ფეხბურთში რაცა უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ის რომ ცუდი ჩემპიონატი გვაქვს, ეს შეიძლება კარგი გამოუდგა ნაკრებისთვის საბოლოოდ რას გულისხმობ. აი საშუალო ჩემპიონატი რო იყოს და აქ რო რჩებოდნენ ფეხბურთელები ფაფხურობდნენ. ჯობია რომ აი 18 და 17 წლის ასაკში ისეთ ასაკში მიდიან უკვე აქედან რომ რაღაც იმათ სისტემაში იზრდებიან და თან იმდენ გადინება უკვე იმდენია. ადრე მიდიოდა 1-2 კაცი რა, კარგუნჩი და ნუ თუ ვერ ითამაშებდა უკვე შენ ნაკრებზე აისახებოდა და ხა 20 კაცი რო გავა, ეგ 3-4 რო ითამაშოს უკვე ამბავია რა, ნაკრებში 3-4 კაცი რო მოხვდება ისეთი კარგი გუნდიდან უკვე ამბავია და
აი იმან რომ ეხლა ძალიან პატარა ასაკში დაავლებენ ხელს, აქ ნათამაშები არ აქვს და იქ მიყავთ უკვე. იღაც იმათ სისტემაში იზრდება თან რა. და მალე გაღწევა არის ამ სიტუაციიდან. და ამ სიტუაციიდან გაღწევა ყოველ ვარიანტში უკეთესი. აქ დარჩენა ფეხბურთელისთვის არის. კომენტატორობას საერთოდ შეეშვი? საერთოდ მისწორდება პირველ რიგში. ხო, ვერ ხსენებ ბოლოს მოსეროდის მოვისმინე. პირველ რიგში წავიყვანე ბოლოს ევროპის ჩემპიონატი. და ეგ იყო და მე ისიც მანამდეც დიდი ის ქონდა, ხო? სილქიდა რომ წამოვედი, ხო, აღარ მქონია. ევროპის ჩემპიონატი კი არა. სოფლიო ჩემპიონატზე ვმუშავე ჯერ და ევროპის ჩემპიონატზე ვმუშავე მე, ხო. on ცოტა ხნით ძალიან მოგეხსენებათ. რები მოხდა და როგორ მოხდა და ეგ არის ყველაზე დაუფასებელი სფერო ჩემთვის. ანუ ძალიან მიყვარს. ძალიან დიდი სიამოვნება და ადრენალინი მაქვს მიღებული მან მუშაობთ მაგ სფეროში და მეგონა რომ მთელი ცხოვრება მაგას გავაკეთებდი. მაგრამ რაღაცა ამ დაუფასებლობის მომენტმა და აი საქართველოში ყოფნამ თუნდაც რომ ბევრი საშუალება ხა სეტანტას მაგალითად ეხა ვატყობ რომ უფრო მეტი საშუალება აქვს რომ თავის კომენტატორების პროფესიონალური გადამზადებაში ფული გადაიხადოს რა ეხა საბჭოთა ლიგის ფინალზე გაუშვეს და ლივერპული პარი სენ-ჟერმენი იქიდან მიყავდათ და ნუ ეს კვარაცხელიას ამბავის და ამის დამსახურებაც არ ფეხბურთიც გამვითარდა მაგრამ მე გულის წყრომით მაგ ნათქვამი ბევრგან და აქაც გავიმეორებ რომ ბარსელონა სევილია იყო ჩამოსული თბილისში და მე დინამოზე იყო თამაში და მე ისნიდან მიმყავდა ეგ თამაში. ხო და აი რაღაც ეგეთი გულისწყენა მქონია და ხა იმაზე აღარ გავაგზავნებ საუბარს რომ ანაზღაურება არის სასაცილო უბრალოდ რა. ანუ შეურაცხყოფა მაგ პროფესიის ჩემი აზრით ეგეთი დაბალი ანაზღაურება. ბევრ სფეროშია ეგრე მაგრამ მე ჩემი სფერო მткиვა ამ შემთხვევაში. ხო. და მაგამ ბავში, რა ვიცი, ეხა ამ მიმართულებით ვარ, ფეხბურთიც არ არისო, შეეშვი ეგრე არ არის. არა, დიდისი არ რაღაცა დოზით, აი, რეპორტაჟებზე თვეში რამდენიმე, დიდისი მაგრამ თვეში მყავდა 40 რეპორტაჟი რა მქონდა. 35 რაღაცა ეგრე მქონია რა ეგეთი თვეც და ეგ ძალიან გიმატებს აი ამ რაღაც გულისაცურებას ჯერ ერთ და იგივე მე ისეთი ჩემპიონატები რომლებიც არ იყურება ისეთი ჩემპიონატები რომლებიც სხვა ჩემპიონატებს აჯდება და შენის უფრო გაინტერესებს ეხა კომენტატორებს დღეს აქვს რაღაც კვარაცხელიას თამაში მიდის და იქით წაიყვანონ ოსასუნა ბასასუნა და რაღაცა უაზრობები რა თან დონე ძალიან დაბალია რა ესპანეთის ჩემპიონატი არავინ არ იფიქროს რომ მე-17 ადგილოსანი მე-15-ს რო ხდება ის არის კატასტროფა ანუ პროდუქტი ანუ ტელევიზიას რო უღირდეს და გაზომოს რატომღაც ეგ რეიტინგები სპორტულ ტელევიზიაში არ იყო აი რომ მოვიდეს რამდენი ადამიანმა უყურა აი ამას მე დარწმუნებული ვარ ამაში ფულს აღარ გადაიხდიან რომ უბრალოდ ბადეშევავს არ ფული ჯდება ეგ ყველაფერი რა ხო და მე мотиваცია მქონდა რომ დარწმუნებული ვიყავი რომ აი მე და ტატო დამждარიყავით აქ ეთერში და გვერდზე ოსასუნა ვალიადოლი ყოფილიყო ჩვენ უფრო მეტი ხალხი გვიყურებდა ეგ შეგრძნება მქონდა მაშინ და მართალიც აღმოჩნდი რა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ანუ არა უკადრო გადაცემა გვაქვს კადრი არ არის საერთოდ მარტო ჩვენ ჩანვართ და ხალხი გვიყურებს და მაგ სპორტის სიყვარულს და ფეხბურთის ადმილტობას ვიკლავ აიმით რომ სპორტული გადაცემები ვქოთ იქ სპონსორის არხზე ლიგის მერე გვაქვს გადაცემა რაც გვინდოდა და იქ არ იყო მაგის შესაძლებლობა რაღაც კომიკური მიზეზების გამო და აქეთ ორშაბათობაშიც იმდენს ლაპარაკობ ტატო არ ჩერდება 4 საათი 5 საათი გვაქვს გადაცემა და მაგდენიც ეგრე ძალიანაც არ მიყვარს რა ამ ქართველების გამოჩენამთან გადაფასება მოხდა ჩემში როგორც გულშემატკივარში. რეალზე ვეღარ ნერვიულობ ეგრე რა. მეც ეგრე ვარ ზუსტად. საქართველოს ნაკრებს უყურე ევროპის ჩემპიონატზე და გული მეჭირა იმით ხელით და საბერძნეთთან და რა ვიცი ან და ეხა ავდგე მე და იმაზე რა ქვია მილიარდერებზე ვინერვიულობ და უკვე ეგრე უყურებ რა ეხა ამათი ცირკაჩი ესენი თუ რაღაც. მithumetes მოიგეს ყველაფერი ეგეც არის რა ჩემმა გუნდმა ვისაც გულშემატკივრობ აი ერთი მეორე რო განახა ჩემი რეაქცია ატლეტიკოსთან სერხიო რამოსმა რო გოლი გაიტანა და რეალია ჩემპიონი გახდა 2014 წელს მაგისი და დორტმუნდს რომ მოგეს ბოლოს მაგისი აი ეს ორი რო შეატყუპო ვეთქვი რომ ერთ იგივე რაღაცა უხარიაო რა იმიტომ რომ იქ მქონდა რომ მოვიგეთ ფეოლა რა წამოწოლილი უკვე ხო და თან ფეხბურთიც რაღაცას დაიშტამპა და ბევრია და ანუ ბევრმა რაღაცამ განაპირობა რომ ცოტა მომბესრდა რა თან ჩემთვის რეპორტაჟის დროს ყოველთვის ქონდა პარტნიორის მნიშვნელობა მე ვარ წვილის კომენტატორი მე მარტო კომენტატორობა არ მიყვარს და მარტო წაყვანა და წვილში თუ არ მყავდა ხოლმე კომფორტული მეწვილე რაც არ უნდა სანახაობა მენახა რა 4-4 რო დამეკომენტატორებინა არ მისწორდებოდა რა აიღა ტატოსთან მევასებოდა თქვა წაყვანა იქ კაკაბასთან სალოკვაძესთან ცნობილადესთან ანუ რამდენიმე ესეთი კომენტატორი იყო რომელთანაც აი ნებისმიერ სვარკას უყურებდი რა
თან საქართველოში ჩვენ კომენტატორებს გვაქვს უფლება რომ იუმორისტულად შევხედოთ რაღაცებს, იმიტომ რომ არავის ნათესავი არ დაგვირეკავს და არ დაგვემუქრება პოგბას ვიღაცა, იმიტომ რომ არ აინტერესებს და შესაბამისად ცოტა ადრეც რო უყურებდი ხოლმე თქვა აი ბარათაშვილის გეგელიას და სალუქვაძის რეპორტაჟებს, აი ეს იუმორისტული დამცინავი ხანდახან ფრაგმენტები იყო ხოლმე ჩემთვის რაღაც იუმორისტული საღამოების წყარო რა და ჩემპიონთა ლიგის ცოცხალს მე ვუყურებ ნებისმიერ ღამის შოუს რომელიც გაკეთებულა მირჩევნია რა ის იმათი დიალოგების მოსმენა და მანდ უკვე ფეხბურთი რა არის მეორე ხარისხოვანი ხდება რა და კომენტატორის როლი მაგითო დიდია და მაგითო მგონია რომ დაუფასებელი ამბავია რა კომენტატორმა თუ შეიძლება გაყურებინოს რაღაცას ესე იგი იმას ცოტა მეტი სტერლინგი რო დარბის და კვირაში აკეთებს 300 იმას რა ქვია 300,000 ფუნტს კომენტატორმა ცოტა მიახლოებული არ ამარა ის სასაცილო ფული არ უნდა კონდეს რა კი ეგრეა გეთახმები ვინ იყო? იონი სკიპ ბეილესი არის ერთი სპორტული კომენტატორი. 25 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა ბოლოს, იმან ქვია Fox-ის FX არა FS1 თუ რაღაცა იგი Fox-ის სპორტული არხი არის და იქ გადაწევა და 25 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. იმიტომ რომ ეგ არის ხა რა თქმა უნდა ამერიკულ სპორტებზე აკეთებს კომენტარს და NBA-ზე და NBA-ში ხანდახან არის რაღაცა რეგულარული სეზონის ერთ-ერთი ტურია, რომელიც არაფერი არ მოხდა განსხვავებული, მაგრამ მე ეს დაждდება და რაღაცებს ლაპარაკობს და ეს არის შოუ. NBA არ არის შოუ, ეს უფრო შოუ არის რა. ხო, არა, საკუთარ თავზეც გამოვცადეთ ეგ თემა რა, რომ ეხა ღამის 5 საათზე ლიგა რომ მორჩება ხოლმე, ამთავრებთ ხოლმე გადაცემას და 1500 ადამიანი გვისმენს და ეხა, ნუ მე კიდევ რაღაცები უყურებენ, მაგრამ ესე იგი ინტერესი არის ამ ყველაფრის მიმართ. ტელევიზიაში რატომღაც არ აქცევდნენ ყურადღებას მაგას. ეგ მომენტი თუ გახსოვს, აი, როდის მიხვდი, რომ YouTube-ი იქნებოდა შენი პროფესია. ეს რამე იყო ეგეთი გამორჩეული მომენტი? ანუ მე გამორჩეული ლაივია, რაღაც ვიდეო რაც დადე თუ ესე გზადაგზა მოხდა. ჩვენ საქართველოში რადგან მიმყოფებით, ჩვენ ხო ვიცით, რომ ტენდენციებით ჩამორჩებით ყველას რა, ანუ ეს წამყვან ქვეყნებს და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. მაგრამ გარკვეულწილად ყველაფერი იმიდან შეიძლება დაინახო სასიკეთო არა, მაგრამ ხეირი რომ მიიღო ასე ვთქვათ რა და რო უყურებ რომ ბრიტანეთში ესე განვითარდა რაღაცა ამერიკაში ესე განვითარდა ხვდები რომ აქამდეც მოვა ეხა ეს კულტურა რა მე ხედავ ტელევიზიას რა ხდება ანუ რაღაც ალტერნატივაა შესაქმნელი და ეგ ფიქრები სულ მქონდა რომ თავისუფლება აქვს შენი შეგიძლია გქონდეს და რა ვიცი საწყისი ინვესტიცია გინდა უბრალოდ რაღაც ელემენტარულით დაიწყო და თავიდანვე იმათ რო უყურებდი ეგანც და მქონდა რომ აქამდე ჩამოვიდოდა და თან ყველაზე მეტად ამით кайფობდი იმიტომაც кайფობდი რომ აი უფროსი არ ვყავდა რა აი ეგ იყო კიდე იმიტომ რომ ეხა იმედში რომ მუშაობდი მაგალითად აი რაღაცები არ მისწორდებოდა რა დილაში რომ ვიყავ ჯერ ძილის რეჟიმი და ამბავი ხო ერთი და მე მეორე აი რაღაცა დამოკიდებულება ცისფერი მთების დამოკიდებულებას რომ ხედავ და ყველგან სადაც მიმუშავია რა, ყველგან დამინახავს ეგ რომ ვიღაცა შეიძლება შენიშვნა მოქცეს შენიშვნის მოცემისთვის, იმიტომ რომ უფროსია და მე გაგებული აქვს რომ შენიშვნა უნდა მივცე, ეგ დამოკიდებულება არ მომწონს და პირიქით თუ დავსხდები და საქმეზე ვილაპარაკებთ რომ როგორ ჯობია და რანაირად, ეგ მევასება ეგ პროცესი რა, რაღაცები შევცვალოთ, რაღაცები გამოვასწოროთ და აი ხელი ვკარით რაღაცა ინერციით მიდის ეგეთ პროექტებში მუშაობა არ შემიძლია რა და მალევე ხვდები ხოლმე საიდან წამოვიდე რა, საიდან წამოსულა არაფერი არ მინანია ჯერჯერობით და ბევრი რაღაციდან რომ წამოსული ეგრე. გამოგდებული, მე ძახს ერთი ადამიანი, მაგრამ ტყუილია ყველაფერი, კნარი სიცრუეა. ერთადერთი სადაც გამომაგდეს, ანუ გამომაგდეს რა, აღარ წამაყვანდეს კონტრაქტით 2 კვირა მეკუთვნოდა ყოფნა, პირველი არხი იყო რა. და გასაგებ მიზეზების და გამო. დანარჩენი ხვდებოდი YouTube-ი რო ჩაანაცვლებდა, იმიტომ რომ იქ უკვე ჩანაცვლებული ყავდა და ტელევიზია მე შენც რო გისმენ ხოლმე შენც ტელევიზიას უყურებ და მე გევასებოდა და მეც ეგ ტიპი ვარ რომ ბავშვობიდან ქართულ ტელევიზიებს ყველაფერს უყურებდი რა გასართობი არა გასართობი აი რაღაც მომენტში რა იმის თუ რა აინტერესებს რა არხზე რას მიყავდა და რომელ არხზე გადიოდა მე მეკითხებიან ხოლმე რეკამაზე რომ აბა ის თუ გახსოვს და რა თქმა უნდა მახსოვს ხოლმე და მინდოდა რომ აი ეგ მოდელი რაღაცა YouTube-ზე გადუმეტანა რა და იმიდან გაასწორა რომ რა მნიშვნელობა აქვს სად ჩაქრთავენ და სად გიყურებ აი ხა გადაცემა რო გინდა ადამიანს რო კონდეს და შეიცვალა მე ეს ტელევიზია უკვე აღარ ვარ გა რა მნიშვნელობა აქვს ანძაზე დაიჭერ იმას სიგნალს თუ დეკოდერში თუ YouTube-ზე ჩაწერს რაღაცა და გიყურებს ხო მე მგონი ორ შაბათობაზე ყვებოდი რაღაცას შეგაწყვეტინე სამ დავიწყებდით ჩაწერას რომ იქ მე მომიყევი რომ ჩაწერს ու დავიწყებთ თქვა მე გითხარ ტატოზე რომ მე რო არ ვიყავი ჰოლანდიაში რო ვიყავი 9 საათიანი ლაივი რო მოვედი გასულები როტერდამიდან დავბრუნდით
უკვე 3 საათი ლაივში იყვნენ, ჯავახა ყავდა სტუმრად. მე უყურე кайხანი და 1-5 საათი იყო გასული უკვე და მეთქი ეხა დაამთავრებენ და ამერიკას კიდევ წველაპარაკე. და ბედნიერი ეს კაცების ბედნიერი ხო ძალიან მარტივია რა, აი ლუდი დაუსხი, ფეხბურთი ჩაურთე და აი რაღაცა ფეხბურთელის სახელს რო იტყვი ვიღაცისთან სპორტძველი და მაგაზე რო იცი ღილიცინებენ რა, მარტივი გონება რო მოწყობი. ეს იმას აქვია. ბილბური ხო ძალიან ხშირად აჰეიტებს ხოლმე ქალებზე იცის ხოლმე ძალიან ჩაჭერა ფემინისტები და ქალები და ქალები ეჭვენებენ რომ ანუ კაცის გონება ესე მარტივად არის მოწყობილი ესე მარტივად შეუძლია გაერთოსო რომ ხედავსო ამას რომ ეს ზისო და აი მე პეტანიერიო გიждდებაო რა და მართლა ეგრე რომ ხამის 5 საათს ჩავრთე და ტატო და ჯავახა თან მე 2 საათი უკან ვიყავი რა ანუ უფრო ხიზლად ვიყავი ვიდრე ესენი და ფეგმიოს თამაშობდნენ გუნდი უნდა თქვა შენ და მე და ამ ორ გუნდში თამაშები ვისაც აქვს ფეხბურთელი მე აი ისეთი ბედნიერები იყვნენ დილის 4 საათზე ამასო თამაშობდნენ რომ აი შეგშურდება რა და დავიძინე მეთქი ხა ლაივის მე რამდენი საათი იყო აი ეს მე-5 რა სადღაც რა რაღაცა ძალიან დიდი ხანი და დავიძინე მეთქი ხა აღარ ამთავრებენ რა მეთქი თუ არც უყურებ ხა კიდე თან დილით გავიღვიძე და 9 საათი და 9 წუთი წერია იმაში და აი ყველგან მოლოდის გადააჭერე 5 საათიანი მქონია რა არ ამთავრებს ხოლმე ის მართლა და 9 საათი რო დავინახე და მე ბოლოს კალას რეაქცია მაინტერესებს რო ჩართავსო ეხაო და რო ნახავსო ამასო და ну რაც ვეძახე მე მაგის გამო ხა არ ვიტყვი ხო და ისა არიან ადამიანები რო დაიბადნენ რაღაცისთვის რა აი ხო სახეობები არიან რომ ამ როლისთვის დაიბადნენ რომ ვერ წარმოგიდგენია დღეს რომ ჯეკ სპერო სიტყვაზე ითამაშა ჯონი დეპის მაგალითად ვიღაცამ რა ანუ აი ვერსვამ გონებაში მაგ თემას აი არიან ადამიანები კომენტატორობა აი ეგ საქმე არის მაგათი რა აი ლადო ნაცულიშვილი ყავდა ეხა სტუმრად აი აშკარად ადამიანები მაგისთვის რა აი ისე ბავშვით უხარია რომ აი რაღაცაზე გელაპარაკება ისე ანთებული თვალებით გელაპარაკება რომ აი ეგ უნდა აკეთოს რა თვითონაც აბედნიერება და სხვას აბედნიერებს ტატოც არის ეგ პერსონაჟი რა რომ აი ეს 9 საათი კი არ დაიღალა თან ანუ აი ეს მე გიყვებოდი იმას ერთკვირიან ლაივზე რა გააკეთა ლაივი იყო ხო რაზეც ვითხარი აღარ მოგ ერთკვირიან ლაივზე ორშაბათობით დავიწყეთ და ძლივს 3 საათი ისიც გაგრძელდა, მაგრამ იქ მარტივად დათმოეს. გადაცემა, იმიტომ რომ მე ლაივ გრძელდება. ტახტზე გადამოждდეს უბრალოდ. და გავთიშეთ რაღაცა გადავეწყეთ და ჩავრთეთ და. ნუ ეხლა ხალხი ნანა 2 გახდა, 3, 4 გახდა და ნუ ნანა იმ ცოტა თქვა რომ შევწექი გუნდიშან წავედი რაღაცა და ყველა წავიდა და ჩვენ ვთქვით რომ ლაივში ვიღაცა სულ უნდა იყოს. რომ ეხლა ტახტი არ იყოს რა ღამე, თუნდაც ხრინვა ვიღაცის და რაღაცა. და მე და უკან ვთქვით რომ ტახტზე დავიძინოთ ჩვენ. ტატო არ წავიდა დარჩა და მე ვთქვი დაიძინებს ახლა ესეც რა დილის ნუ რამდენჯერმე ხო გამაღვიძა ამის რა დილიშვიცაც რა ნერვიულებდა რაზე ლაპარაკობდა ესე აღტკინებით არ ვიცი სადღაც 10-ის ნახევარზე აგინა ოკლაჰომას თნელს აი როგორ შეიძლება გადათენებულზე აი განერვიულებდეს ოკლაჰომამ რაკნა აი გულშემატკივარი იყო ბავშვობიდან ოკლაჰომას მაისური ოკლაჰომა ჩემპიონი გახდა რაკნა ეგეთი რომ თნელს აგინა თან ანუ ეგ იყო ყველაზე მაგარი რომ წააგეს თამაში თუ რაღაც და ვიღაცა გამოიყვანავა ამაზესო თუ რაღაცა და აი გენიალური მომენტია რა როგორ აგინებს ოკლაჰომას და ამაზე ნუ და მე რაღაცა თქვა კიდე ეს ფულიო რაღაც დონაციები ქონდა ეს მე არ მეკუთვნისო თუ რაღაცა ხო ხა მე რო აქ ლაივში ვარო და შემეძმა გამოწია თავი რა იმას არ ეძინა საერთოდ თითქმის და მე მოგცემ ფულს გაჩუმდიო ოღონდ რა არ გაჩერებულა და მე ყველა რო ავდექით მე მიეძინა ანუ პირიქით არეულია გრაფიკი და ეხა ეგ კაცი მე კი უზღუდავ ხოლმე მაგრამ მე ცოტა პროდიუსერული კუთხით უყურებ რომ პროდუქტია რა საბოლოო ჯამში და 5 საათი რო არის ვიღაცას დაეზარება რა ყურება რა ჯობია რა სათქმელი რაც გაქვს იმ კვირაში რაღაც ჩაატიო ჩემი აზრით 2 საათ ნახევარში ეგეც ნუ არ არის ცოტა ანუ 2 საათ ნახევარი ვიდრე 4 საათი იყოს და ლაივი რადგან არის ხალხის ეს რაღაც კომენტარები და ხანდახან გაგვექცევა ისე რომ არ ვამთავრებთ რა და ნუ მუღამიც ალბათ ეგ არ გაგაცემის რომ აბა როცა ეგეთი ვნება არის passion როგორ იქნება ქართულად ხო ვნება არის ვნებით აკეთებ მე მოყურებელი რა ფორმატს და რაღაცებს არ აქვს ხო და ვისწორდება მეც ვისწორდება მაგრამ უბრალოდ ღამის პირველი საათი რო მოვა აი 3 საათი რო შესრულდება რო უკვე ლაივში ვარ და ნალაპარაკება ყველაფერზე მე ეს რო იწყებს კლაპტონი როგორ უკრავდა სამ ბენჩი ერდროულა და ამ დროს ამეცადინებდა ბავშვებს და რა მაგრა აკეთებს ამას და მესამე ალბომში
მეხუთე სიმღერაში აი ის მომენტი აი მას რო გადადის უკვე მე სისხლი მომდის ყურებიდან და აღარ მისმინება რა და ისე არის ალბათ რა YouTube-ზე რაღაც ყურებას დაიწყო და თვითონ ალგორითმი გადაყავს სხვადასხვა ვიდეოებზე ეგრე გადადის თვითონაც აპლექსტი ჩდება რაღაც ვეღარ ვქაჩავ რა რაღაც ისეთ თემაზე რო წაგშებე აქ ბლიც გაგიღვიძებო და საერთოდ სხვა ვიდეო რო გადის ეგეთი პონტი მე ეხა ხო რაღაც იგზნო რომ გადაცემაში აპს არ აკეთებს რა მოდის დაждდება და ლაპარაკობს ეხა სტონა რო გეყოლებაო ბლიცი უნდა შევიმუშავო მეო ну კითხავო რა ეს ციგნი ის ნაყინი შოკოლადის ნაყინი ვანილის ნაყინი რაღაცა ჩამოწერა ერთხელ ერთ სტომარს მოემზადა და შემდეგი 4 წელია ყველას ეკითხება იგივეს ოღონდ ბლიცი TikTok-ზე როა აბა ბლიცისთვის ზადვართ 20 წამიანი ბლიცით უცებ მითხარი სულ დაფიქრდი 3 წამსაც გიჭრიან საათიანი ანუ ის რო ეტყვის რომ ის ციგნი ხო არა და მე მიდის პერსონაჟების დიალოგები ჩაანალიზება რომ და მე ამ დროს ნუ აი ზივარ და ჩატს ყვითხულობ რომელიც გადაობს ჩემზე რა იმიტომ რომ აი არ შემდის თავში არაფერი და მე სულ ის მახსენდება ის გადაცემა მე დასამამინას ასუფევლამდე რომ ბატონ დავიც აქვს თავისი გადაცემა ის წაიკითხავს წიგნებს იმიტომ რომ აი ეს მოდის ამ ვინილებით და რაღაცებით დღეს მოფენდიმეთ და გაშალე ესე და დღეს მოგიტანეთ კლაპტონი დღეს მოგიტანეთ ის არა ქვე პეიჯი და ამაზე ლაპარაკობს და მეთქი ცალკე დაიწყე მეთქი რაღაც თქო ცალკე დაიწყო ახლა რაღაც ვიდეო დაადო 13 წუთიანი მეთქი 13 წუთიანი აქ ილაპარაკე 13 წუთი და ყველას ასწავლო ის იყო რომ დაიწყეს ახალი პროექტი ქუჩები არ ივიწყებენ და არის რაღაც სეზონის გუნდებზე რა ამ სეზონის გუნდზე ლაპარაკობენ და იმ დღეს უყურებ თიფრინავით მოფრინავ და ყოველ არ ვიცი ახალი ჩენელია თუ არა იმას დაიწყეს ბეცონზე არის და თიფრინავში უსმენ რა და აი ეს გიждდება იმაზე აი ეს ფეხბურთელი რომელი ბენდია თუ რა რო უთხრა ნუ აი უკვე აი არ ვიცი რა მოსდის რა რომ აი ხონა შეადაროს ვიღაცას და დაიწყო ეს რა ქვია ეს ბენდი ეს პარმა იყო რაღაცა ბენდი იმიტომ რომ აქ უკრავდაო ისო და თან როევნებრო ერთი თქვი არა მე სხვა ვერსიაც მაქვს და სხვაებიც უნდა თქოს და აშკარად როგორ რაღაცა იყო იცი რომ აი დაიწყო რაღაც ის მოყოლა და გაჭრილი იყო აი და წარმოგიდგენია ერთი 20 წუთი ალბათ ილაპარაკა 2 საათ ნახევარი უწერდით და გაცმეყო 3 საათი და 3 წუთი თუ რაღაცა და აი რომ მივხვდი რომ ეხა ეს რო უყურებდა და თავის თავს რო ნახავდა რა მოჭრილი გაგიჟდებოდა და ჩვენთან რო არ იჭრება ლაივი რო არის მიდი მაგრამ ნუ აი არა უშავს. კაია, სამაგოდ კარგად გამოსდის. არა, კარგად გამოსდის და კარგია რა, ანუ ერთობით რაც თავარი. შესვენება. ჯერ მოდი სოკარი შეკითხვა ჩვენი სპონსორის რუბრიკა გვაქვს შეისვენე და ვის ენერგიით. მე როგორ ისვენებ ხოლმე და ივსებ ენერგიით 5 საათიანი ლაივის მე თუნდაც. კიდე მაგარი გითხრა, ორ შაბათს მაქვს ხოლმე, ორ შაბათობა და ეს არა ადამიანი შეიძლება 5 საათი ლაივში მომყოფოს და რო ვიღვიძებ მე ფო პოდკასტზე მივდივარ. და მეორე არა ადამიანი ხდება იქ, რომელიც არ მალაპარაკებს და ანუ ორ შაბათს სამშაბათი მაქვს, ანუ ძილი და იქამდე ტატო და გაგვიძების მერე מחარა. და ეს რა ქვია ძალიან რთულია ხოლმე. აი 4 შაბათს არ შვები ხოლმე. 4 შაბათს მე 4 შაბათს უკვე იწყება ოქტოპუსის ვიდეოა დასაკეკმი და ცოტა მაკეტა. დასვენება რაც შეეხება მარტივად შემიძლია ძალიან, აი უბრალოდ კომპიუტერთან დავждდე და მუსიკას მოусმინო ან რაღაცა ვიდეოს უყურო ან ფილმს და რაღაცა ეგრე ყველაზე კარგად ვისვენებ. ის მოგზაურობის დროს და რაღაცა არ შემიძლია. თვითფრინავში ვერ ვეტები კარგად იმაში რა ქვია, ვერ ვისვენებ. ეკონომ კლასში. მეზიზღება ფრენა. აი ვერ ვიტან. აი ამ აეროპორტის იმაზე ხალხი რო გიждდება რაღაცა ჩანდის გოროობას და იმაზე აბოდებს და მე არ შემიძლია და ბოდიალიც არ შემიძლია. აი ხა წავედით ბარში, მე ამ ბარიდან ერთხელ წავყევი, აი ეს კულტურა მაინტერესებს ბარების, წავყევი, დასხდნენ, აი ერთ ადგილას ვერ დავდე ადგილი რა, რომ 5 წუთი მაინც დამждარიყავ. ეხა იქ წავ, მეთქი იქ რატო არის ამაზე უკეთესი? არა, ეხა იქით გადავიდეთ. გადავედით, დაისხეს, ეხა იქ გადავედით და ან რაღაცა ეს თემა იყო და მე უფრო სხვანაირი დასვენების ის ვარ რა, მომხრება მეგობრებთან ერთად ან მოკეთო რა. ხო, რა სიწყნარე. და მე იმას უყურებ სერიალს ახლა. აუ ეხა სერიალები აი ამ რაც აკრძალეს ეს საიტების თემები გათიშეს. მე მიყვარს სერიალების ყურება ტელევიზორში. არა, უყურებ, მაგრამ რთულად უყურებ რა რაღაცები ჭედავს უფრო, ანუ უფრო კი არა აკრძალულა. გაგვირთულეს ყურება რა. და ეს სტრიმინგ სერვისებზე თან შეზღუდულია მაინც ეხა ყველას ვერ იყიდი თან და Netflix-ი უნდა ქონდეს, ან ხანის უნდა ქონდეს და სერიალებს შესაბამისად ჩამორჩი. მის თქვა მიდოდა ხა ტატო მითხრა Breaking Bad-ს უყურეო იმაშიო ტელეფონშიო და ხა იმ ხალხმა ამდენი იწვალა რომ ფერები კარგად დაესვა და რაღაც ანუ არ წარმოედგინათ რომ ტელეფონში უყურებდა ვიღაცა. კი მესმის რომ კომფორტულია. ლეპტოპში რაღაც არ მიყვარს რა. ტელევიზორი
უნდა იყოს რომ დავждე და წყნარად უყურო რა ხო და აი ტელევიზორში ჩართვა გართულდა ძალიან კიდევ უფრო რა რაღაცების და ხან უცხოურ საიტებს მე ჭედავს მე სერვერები არ არის თუ რაღაცა და დროს რეკლამა მიხდება ხო და ვიტანჯები აი მაგიტო და მე მირჩენია რომ აღარ უყურო ხოლმე რა არა რა ongoing სერიალი რაც უყურებ დიდად ბოლოს უყო ის ნახე adolescence ნახე ხო მოგეწონა კი ანუ გადაღების ტექნიკები გამოუშტერდი მაგაზე რაღაც კადრებზე ანუ ხო უკვე ესეთი ეპოქაა რომ რა უნდა გაგიკვირდეს არ გაუკეთებიათ მაგრამ რაღაც მომენტში უწყვეტი კადრი არ დამთავრდა და რო გაფრინდა დრონი რო გაფრინდა და ჩამოვიდა და ვიღაცა დახვდა იქ აი მაგაზე ის ქონდა ცოტა შოკი მქონდა ხო მაგარი არის მსახიობის თამაშიც თამაში და მე მახსენდება ხოლმე დღემდე რაღაც კადრებიც რო გამახსენდება ძალიან მაგარია კი მაგ ამბავში ძალიან ჩემი არ არის ახლა რო გითხრა რომ აი მაგ პონტზე ვიკაიფ მაგრამ სული შემძვრელი თამაშია რა მსახიობის კი მაგარია მეორე ტიშერტი ჯისგა მადლობა პირადად შენ ეს არის ყოფილი მაიკაჭი კიდევაც როგორც ვიცი ესეც არის სასურველიც არის ლენტას უთხარი არ არის საჭირო თქო მაგრამ ლენტას მაინც უკეთებ ვაუ რა კაი მაიკა რიკენ მორტი უყვარსო კი ნამდვილად ძალიან კაია კი აუ ეს ძალიან კაია ხოჭახ მადლობა ძალიან დიდი ძალიან კაი მაიკა ხო მადლობა ტიშერტს და ესეთ თემებზე გადავიდეთ ნაკლებად რაც შენ პირადად შენ პროფესიას ეხება აი ახლა რაზეც ილაპარაკე მთელი ეს აზრი რატომაც YouTube-ზე და შენი ეს გადმოსვლა აქ ესე აღწერე კიდე გამოირჩევი იმით რაღაც სოციალურ თემებზეც რაღაც კომენტარს აკეთებ ხოლმე სულ ეს არის რომ ანუ თავისუფლებას აფასებ ძალიან რა ანუ მაგიტომაც გიყვარს YouTube და სულ მაგაზე გაქვს რაღაც თქო ასე თქო ისა რეაქცია და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი შენთვის ალბათ ბანალური შეკითხვა თუ გახსენდება მომენტი რომ როდის იგრძენი რომ აი თავისუფლება გაგისწორდა რა თუ რომ აი ეს არის ადამიანებს არის ხოლმე რომ შეამჩნევ რომ ვერ არაფასებს არ არის მისდევებული რა ანუ მეც ეგრე ვარ რა ბევრი გადაწყვეტილება თუნდაც პროფესიაში მიმიღე იმიტომ რომ აი რაღაცა ყოფილა ბევრჯერ მქონია წინადადება რომ აი ძალიან მაღალი ხელფასით ძალიან არა მაგრამ კარგი ხელფასით რაღაც სამსახურში მაგრამ ცოდნია რომ დილიდან მესმის ხო ღამის 12-ზე ცოტა ტელეფონზე უნდა იყო ეგეც სამსახურებზე და ყოველთვის უარს ვამბობ იმიტომ რომ მიჩვენია რაღაც მეტი თავისუფალი დრო მქონდეს თუნდაც ნაკლები შემოსავალი მაგრამ თავისუფლება მქონდეს დიდი დოზით რა ხო ეგ სამსახურის ამბავი მეც ეგრე წარმოვიდგინე რომ 9-დან 6-მდე სამსახურში ვერ ვმუშაობდი ვერასდროს სკოლიდანაც 4 გაკვეთილისფერი მოვდიოდი სულ იმიტომ რომ არ შემეძლო რა აი ჯდომა მან და აი კოშმარი ყოველთვის გამოვდიოდი ხო ეხაც ვითვლები რომ მიხვიდა ჩემთან სკოლაში არაჩვეულებრივ მოსწავლეთ ამბავში რომ ძალიან წყნარი და მასწავლებელს ხელს არ უშლიდი მაგრამ ეს 4 გაკვეთილის მერე მე ეხა ხვდები რომ რატო უშლიან ესენი ხელს ისინი ვერ ჩერდებოდნენ და მე 4 გაკვეთილის შემეძლო რომ გავჩერებულიყავ მე რომ წამოსულიყავ თორემ მეც ალბათ აურევდი და თავისუფლება გონია რომ რავი ერთხელ ცხოვრობ რა ანუ ამ მოცემულობით რა ინფორმაცია ჩვენს გვაქვს ერთხელ ცხოვრობ შეიძლება ბევრჯერ ცხოვრობთ არ ვიცი სხვადასხვა რელიგიებში სხვადასხვა მეებში რა ქვია მეცნიერების აზრით შეიძლება პარალელური სამყაროები იყოს და მილიონი რეინკარნაცია და რაღაც მაგრამ ამ მოცემულობით ვიცი რომ ერთხელ უნდა ვიცხოვრო და არ მინდა რომ შევიზღუდო და მინდა რომ ბოლომდე ვისიამოვნო რა მაგიტო ხანდახან მიფიქრია ხოლმე რაღაცა გაორებული შეგრძნება მქონია რომ აი საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება ისეთი ადამიანი იყო ვისაც როგორც ხალხს მიაჩნია რომ ხარ რა მაგრამ ბოლომდე ეგრე არ არის შეიძლება რაღაცა ხალხმა დაგაბრალოს და შენ სიმართლე იცოდე არ გამოყვიდე და არ თქვა იმიტომ რომ ვიღაცას გაუფრთხილდა მაგრამ ასე რომ საზოგადოების აზრი არ ნიშნავს ხოლმე აუცილებლად რომ ესია ვიღაც შეიძლება ანუ არის თეორიული შანსი რომ ჭეშმარიტულად გამოცხადებული ბოროტება არ იყოს ბოროტება და იმის უკან ცოტა სხვა რაღაცაც იდგეს ხოლმე ეგ ფიქრები მაგ ხოლმე იმეში დარკნაიტში როა რაღაცა ეს ჰარვიდენტის ამბავი მაგაზე ჩავფიქრდი პირველად ხოთა შორის რომ ის გმირია რომელსაც გოთემს ჭირდებაო რა ანუ იცოდნენ რომ ჩათლახი იყო მაგრამ ჭირდებოდა სახე რომელიც იქნებოდა შეუბღალავი რა და გამოიყენეს როგორც აი ამათ და თავისუფლების ამბავში უბრალოდ გონია რომ ვიღაცებს არ უნდა უსმენო და ვიღაცების ცხოვრებით არ უნდა იცხოვრო შენი მეზობელი როგორ ფიქრობს რომ ესეა სწორი და შენზე რა სიტყვის ის ნიშნულ არავინ არ თქოს რომ მნიშვნელოა ეგეც
ნიშნულოვანია რა თქმა უნდა, რომ მეზობელიც და ნათესავიც და შენზეც უც არ ფიქრობდეს რა თქმა უნდა და იმის ჯინეზე არ უნდა გააკეთო რაღაცა, რომ ეხლა მე თავისუფალი ვარ და შენ რასაც მეტყვი, ეგრე არ არის. არა, პირიქით, რაც რომ მეტ ადამიანს მოусმენ და გაითვალისწინებ, კარგია რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღაცა ტიპები, აი სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ბევრ შენიშვნას ხვდები, გისაზღვრობენ როგორი უნდა იყო რა. აი, კაცი ესე უნდა იყოს. კაც გრძელი თმა არ, კაც საყური არ უნდა. ანუ ვიღაცა ტიპს წარმოუდგენია რომ თვითონ ესეთია და სხვა კაციც ესეთი უნდა იყოს. და შენ გეუბნება რომ ესეთი უნდა იყოს ინდივიდუალურად განსხვავებული ტიპი. და შენც დგები რომ აი რაღაც საზოგადოების ჩარჩოებში და სტანდარტებში მოექცე. და ხდება მე ისეთი შენც ჯდები სუფრაზე რაღაცა ადგილზეო სამფრომელი წაც არ გჯერა, იტყუები ვიღაცას არ გევასება და სიყვარულს უხსნი და ეგ უნდა იყოს რა ნიღაბი უნდა მოირგო და თავისუფლების დროს აი ნიღაბი არ გჭირდება და ვინც ხარ თუ ხარ თუ ესე უყვარხარ და იმიტომ რომ ვიღაცას უყვარდე ესეთი ვიყო არ მიმაჩნია სწორად და ვერ ვიქნები ვერაზროს იმიტომ რომ დისკომფორტს ვიგრძნობ რა აი ყოფილვარ სიტუაციებში რომ აი არ მინდა რა აი აქ ყოფნა რა და არ მინდა თამაში რა და მაგითო თავისუფლება რა ხო ეს პლატფორმა უბრალოდ ყველაზე მეტად გავლინკებ არა ეს ხო არ ზოგადად იმას გულისხმობ რა თავისუფლების იმიტომ რომ რა არის ხომ ეს რაღაცა რომ აკვირდები ადამიანებს რომ ეგ არ აქვთ დამოღამებული ან მაგას ვერ მიხვდნენ რა და აქედან გამომდინარე მე ბევრი ღირებულება და რაღაცა ბევრი რაღაც რასაც ცხოვრებაში აკეთებენ გამოდის სხვანაირად და არასწორად იმიტომ რომ თუ გეშინიათ თავისუფლებს ეშინიათ უბრალოდ არაფასებენ მე ეგ აყალიბებს ღირებულებას ესე მგონია რა თავისუფლება თუ გიყვარს მე იწყებ რაღაცების დაფასებას და სხვანაირად გადაგილაგდება ღირებულებები ცხოვრებაში რა და ვისაც ეგ არ აქვს მე ის ჯერ ძალიან ადვილად ექცევა რაღაცის გავლენის ქვეშ და პირიქით მიდრეკილება უჩდება მე რომ რაც შეიძლება არა თავისუფალი იყოს რა ანახლა აი შემეთყვე რომ იბრძვიან ხოლმე რომ არ იყვნენ თავისუფლები რაღაცას ეტყვი რომ აი ამაზე იფიქრე აბა შენ თვითონ ანუ პირიქით რა ის ემართებათ რომ არა ვიღაცამ უნდა უთხრას როგორ იფიქროს როგორ გააკეთოს რაღაცა თითქოს ან თავისუფლებისკენ მიდიხარ ან პირიქით შუაში ვერ დგახარ რა თითქოს ეგეთი ხო ანუ მეც ბევრი ტიპი შეიძლება არ მომწონდეს და ეს მაგრამ აი რაღაცა რომ სტანდარტი წამოუყენო რომ აი ეს შენ ესე უნდა ჩაიცვან ესე უნდა მოიქცე ან რაღაცა ანუ არ მაინტერესებს იყოს ინდივიდუალურია ისიც რა იმისთვის თავისუფლება შეიძლება ეგ იყოს საერთოდ რავი ანუ რავი ქვეყნები რო ავიღოთ თავისუფლად საცხოვრობენ ბედნიერები არიან. მე ვიცი რომ ბედნიერება არის მნიშვნელოვანი და მენტალური ჯანმრთელობისთვის და ინდექსებს რო იტყვი არ ვახსენე ინდექსებს რო ითვლიან ნორვეგიაში რომ ბედნიერები არიან. რაღაც მიზეზები არის მაგის და ეგ მგონია რომ თავისუფლების მომენტია რა რომ ადამიანსაც უნდა იმას რო აკეთებდო. შეუძლებელი ადამიანს რაღაცა გინდოდეს გაიძულებდეს საზოგადოება რომ არ გამოხატო შენი თავი და ბედნიერი იყო ამ დროს ანუ მაშინ რანაირი აი ჩრდილოეთ კორეაში რომ ის არის აი სოსო იყო ჩასული და გადაიღო ეს მოჩვენებითად ყველა ის არის მაყოფილი და ბედნიერია მაგრამ რა ვიცი სახლში რომ მიდიან ეგრე მიჩვეულები არიან მაგ იმას რომ ბედნიერები არიან და არ უნდათ გაღწევა ამიდან რა ქვია ხო თან თავისუფლებას ხო ისე ესმით რომ ყირაზე უნდა გადახვიდე თუ თავისუფლება გინდა და საერთოდ არ არის ხა აი ჰოლანდიაში ხო იყავ მეც ხო ცოტა ხნის წინ და ხო ითვლება რომ უფრო და უფრო კი დასავლეთი ძალიან ზედმეტად თავისუფლები არიან რა ეგეთი წესრიგი რომ ძალიან სიმშვიდეა და ეგეთი სიმშვიდე და ერთმანეთის რაღაცა პატივისცემა დათმობა რიგში თავზე არ გადადიან ერთმანეთის გინდა მანქანით როცა დადიან ის თანახი გრიშა ონიანი და გივის ხარჯო ლაპარაკობენ შორტი შემხდა გივი უხსნის რომ ჩემი შვილი არის ოიქო რა ქვია ამერიკაში და ესე ოჯახის იტ მან დაუფრთხილდებიან არ სადაუფრთხილდება ხო გავხსენ და ეხა გრიშას გამოდები რომ რა ამერიკა აი მონია რომ აი უნდა აგინოს ყველაფერი და ჩემი შვილიც მაგას ველება ხო და ბიჭო ანუ რატო აქვს ეგეთ დამოკიდებულება მაინც მაგრამ მეუბნება მაგრამ სულ მეუბნება რომ გამანებეო კაცო თავი რა ტვინი გამებურღებ ანუ არ იღებენ მაგ იმას რომ იქ კარგია რომ ეგუნებიან არ უნდათ რა აქ არის კარგი აუცილებლად და ხო პირიქით მეც იქით დასაუჯე მე ხომ ეგ პირველი ეგ მხვდება თვალში ეგ მიყვარს რა წესრიგი რაღაც იმშვიდე ერთმანეთის მოფრთხილება ადამიანები რაღაცა ნუ გადაცნობა ყველგან არის მაგრამ ნუ მე რა მომხდა იცი ერთ-ერთი პირველი ევროპაში რომ წავედი და საქართველოში მაღაზიაში რო შედიხარ პატარ-პატარა მარკეტებში მოხუცი ადამიანი არ მინახავს რომ მუშაობდეს
აი სტადიონთანაც რა აქ რო თამაშზე მიდიხარ და მზეს უმზირებს რომ ყიდიან ქალბატონები რა ასაკში რო არიან და რო ვერ ხვდები რომ ერანაირად ორგანიზებენ ამას რომ აი დააქვთ თავისით და აი ბავშვობაშიც რომ მარშრუტკაშად ბაზრის ტერიტორიაზე რო გამოვილია და რაღაცა სასწაული ჩანთები და ძალიან მძიმეებით რომ ამოსულან რა აი ეგ მომენტი იქ არ მინახავს რა და თუ ჩვენ ვიტყვით რომ ყველაზე მაგრები ვართ მე ყოველთვის ვიმეორებ რომ ყველაზე მაგრები არ ვართ იმიტომ რომ მაშინ ძმაო ეს მოაგვარე რა დედაშენი მუშაობს ბაზარში ბავშვი ნუ მათხოვს შუქნიშანზე მორჩა რა ანუ აი თუ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ აი ეგ არის ყველაზე ესეთი კრიტერიუმი რა შეფასების რომ ქვეყანაში მიდიხარ და ვისაც მუშაობა არ შეუძლია აქ რო ჩამოვიღა და ვიღაც მუშაობა რო არ შეუძლია და წელში გამწყდარი როა და გარეთ რო ვაჭრობს და მაგასაც რო ეუნები რომ გიკრძალავდა რაღაცა ანუ ეგ თუ ყველაზე მაგრობაა მაშინ ყველაზე მაგრები ყოფილვართ კი მაგრამ ევროპაში რომ მივდივარ აი მართლა გეუბნები აი რა პარალელი მქონდა იცი ბარსელონაში ვიყავი მე რო გაერთო აი სტადიონთან კონცერტი იყო ვიკენდის და აი ძალიან ის ახალგაზრდა კაცები ყიდიდან ამ წყლებს და რაღაცას მოხუცი არ მინახავს ქალიც არ მინახავს მოხუცს და აქ მახსოვს ხაშურის გზაზე ნაზუქის გამყიდველი ქალბატონი ფული რო ხურდა რო არ გამოვარდი რა თვალებით გამომხედა რა აი ეს კონცერტის მომენტში მქონდა გადააზრება რას ვეუბნები ჩვენ საქართველოში რომ რა ყველაზე მაგრები ვართ რომ ვატყუებთ ამ ხალხს და ისინი სად არიან აი საუკეთესო პერიოდი გავატარე ბარსელონაში რო ვიყავი რა აი ვიცხოვრე რა ის პერიოდი რო ვიყავი და იქ რა არის ცხოვრება და ხალხი როგორ ერთობა და რა ღირებულებებია და აი აქ აი ნაზუქის გამყიდველს როეუბნებიან რომ შენ სამაგიეროდ ამაყი ხარ და ყველაზე მაგარი ხარ და კარგი ხარ და არ ვართ ყველაზე მაგრები რა ჩემი აზრით რაღაცებში ვართ კი ბატონო მაგრამ ეგეც ის არის ვიღაცის გაკეთებული არ მიყვარს ხოლმე რა ბოლომდე მე მეკაიფებიან ხოლმე რეალზე რომ მოვიგეთ და წავაგეთ იმიტომ რომ ბავშვობიდან რაღაცა იდენტიფიცირება მე არაფერ მომიგე და წამიგია მესმის კაცო მაგრამ მაგიტომაც ქართული სპორტსმენის წარმატება ეს კარგია ხვიჩა კვარაცხელის წარმატება კარგია მაგრამ ეს მისი წარმატება ყველაზე მეტად მისი ოჯახის წარმატება მის წარმატება და მერი არის ჩვენი წარმატება რა საქართველოს და ამ ტიპს ვიღაცას აქვს ეგ მომენტი რომ კმაყოფილდება იმით რომ აი იცი რა მაგრები ვართ დვალიშვილი და თოფური არიან სამეულში კვარაცხელი ეგ თამაშობდა მე ხა კი დომინოს თამაშობდა იმას ნარდს ყოველ თრალი მივდივარ სახში და ურთხან მე ვიღაცას მაგრამ სამაგერ ქართველები რა მაგრები ვართ ოფში შოტში ანუ ესე საშუალო ხო და ნუ ეხა შენ ყველაზე მაგარი ისე რომ შენ უნდა იყო რა მაგარი და ეხა მაგრები ვართ და დავით აღმაშენებელი ერთ მოქნევაში იმას კლავდა კარგია გავიგე რომ საქართველოს მაშინ ძლიერი იყო მაგრამ დღეს ყველაზე მაგრები არ ვართ და უნდა ვიყოთ კი ბატონო ამბიცია გვაქვს და ნიჭიერი ვართ და უნდა ვიყოთ კი ბატონო მიუხედავად იმისა რომ ვაგერ საათობით ზიხარ ხოლმე ორ შაბათობაში და ამდენ იმაში არ მახსენდება თქო შენი აზრი გამეგო მაგალითად რას ფიქრობ როგორ არის სამყარო მოწყობილი ღმერთი არსებობს თუ თავისი შეიქმნა საწავლით მე უცებ არა აი არ მახსენდება რომ მაგაზე გელაპარაკო უცებ ხა იმას თქვენი რა ქვია ხო ანუ იმიტომ რომ მიმღებლობა არის რომ არ გინდა არა როგორ არ მინდა გასა მიმღებლობა არ აქვს ადამიანთა ძალიან დიდ ჯგუფს იმიტომ პირველად რო თქვით მე და დატომე თქვით ორ შაბათობაში ამ ღმერთის შესახებ და ჭკუის სწავლება წამოვიდა იქიდან აბავი აი რაღაც დამცინავი რა აბა ახლა ეს შეიქმნა თუ ეს შეიქმნა რაღაცა ნუ ახლა მომისმინე თუ გაინტერესებს და თან აი რაღაცა დამოკიდებულება რა შეიცვალა ვიღაცების ეგრევე რო თქვით რომ არ გჯერა ახლა ჩვენ ამის და ეგ გამიტყდა ცოტა მაგრამ გამიტყდა კი არა ბავშვობაში მეც ეგეთი ვიყავი ახლა ანუ რომ ავიგებდი ვიღაცაზე მეთქი ეს ვინ არის უჯიშო და ურწმუნო მაგრამ მე რომ მივხვდი რომ თურმე ვინც პირველ ჯერს იწერს შეიძლება პირიქით ცუდი კაცი იყოს და ვინც არის კარგი ანუ ეგ ვაიგივებდი რომ თურმე ტრაფარეტულად და ბუტაფორელად უყურებ მე ბავშვი ვიყავი და რო გავიზარდე ცოტა შემეცოლა არ ვიცი ყველაფერს უშვებ რიკ ენ მორტის რო უყურებ იმდენი თეორიაა ხოლმე რომ ყველაფერს უშვებ მათ შორის ღმერთსაც იმასაც ამას მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა და არა ხო რა თქმა უნდა ხო ზუსტად არავინ არ იცის მაგრამ აი ვერ თემაზე ხშირად ფიქრობ ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან ხშირად და რა გადასკროს აითხრები რა ხო მანდ ალბათ ეგ არის რა ანეკით იხრები ანეკით ხარ რავი შეიძლება არსებობდეს რაღაც ზალა ვიციო შეიძლება გწამდეს მაგრამ რაღაც ზალა შეიძლება არსებობდეს ეგეთი მაგრამ რა ფორმითაც დედამიწაზე ადამიანები სახურობენ და ამას აღავლენენ და ჯერათ ამ ფორმით არ არსებობს ჩემი აზრით ანუ პირველ რიგში რატო
იმიტომ რომ მე დავიბადე 1993 წელს. მე რო დავიჯერო რა, ჩემთან არავიდან მოსულა, კონტრაქტი არავის არ დაუდიო, რომ მოდი ახლა ამ რელიგიის მიმდევარი იყო, მოაწერე ხელი. პირველ წყაროსთან შეხება არ მქონია, ხო? მაქვს მე მილიონი წყაროსთან შეხება. და ეს მე მილიონი წყარო არის ადამიანი. ადამიანები მატყუარა. იმიტომ რომ დილით რომ მოხდება რაღაც, ტელევიზორს რო ჩართავ, ერთი არხი გეუბნება რომ ეს მოხდა, მეორე არხი გეუბნება რომ ეს მოხდა, ეს ტიპი სხვა რაღაცას გეუბნება, ვინც მონაწილე იყო და ხვდები რომ რაღაცა ისე არ არის. შესაბამისად მე უნდა ვენდო ადამიანებს, რომლებსაც ეს ინფორმაცია ჩემამდე მოიტანეს. მართალია ტყუილი არა, მე ეს არის ადამიანურ ნდობაზე დამოკიდებული. და რომც ვენდობოდე, ისე ვერ ვენდობი 100%-ით, რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების კრედოდ გავიხადო და ამითი ვიცხოვრო. ხო. დანარჩენი ხა მორალი რაც არის და ადამიანური ეთიკა და რაღაცა არ არის აუცილებელი რომ ღმერთი გწამდეს ჩემი აზრით რომ ეგრე სწორად იცხოვრო რა იმიტომ რომ ვინც მაგას ამბობს რომ აი ძალიან დიდი ყველაზე დიდი მორწმუნეები ნუ რავი გვინახავს რომ არ არიან ეგრე რა და მე შესაბამისად მაგის ის რომ შეიძლება იყო კი ბატონო მაგრამ ხა ჯერ დარწმუნებით რატომ ელაპარაკები შენც არიცი არ გინახავს და რატო გექნება ჩემს დავიждდება მე თუ რაღაც არ მჯერა რა რიკი ჟერვეისის ის რო არის რა ქვია შენო ერთით ნაკლები ღმერთის ბჯერაო რა შენზე შენ ხო სხვა ღმერთების მილიონი ღმერთი არსებობს და იმის აღჯერა მე შენზე ერთით ნაკლების ღმერთს აღჯერა და რა განსხვავებაა ხა დიდი ხა მე ჩემსა და შენ შორის და მაგიტო რა ვიცი ანუ უფრო ბიგ ბენგისკენ ვიხრები ვიდრე იმისკენ იმიტომ რომ ბევრი პლოტ ჰოლია რომ დავждეთ და ვილაპარაკოთ შენ გულსხმობ კონკრეტულ რელიგიას რა ზოგადად ღმერთს ხო თუნდაც აი ბიგ ბენგიც ხო ისეთი არის რა რომ როგორ მოხდა რაღაცა შემდეგი შეკითხვა არის კაი აფეთქდა და თავისუფლად შეიძლება ეგრე განვითარებული იყოს ამ ყოველს ისტორია თუნდაც ღმერთი არსებობდეს მაგრამ რა აფეთქდა ყოველთვის ეს კითხვა არ თავდება რა ყოველთვის მე მჯერა მეცნიერული ხაზის იმიტომ რომ მეცნიერება არის ის რაც უეჭველი მუშაობს რისკსაც დაგიწერს, წამალს რო დაგიწერს ვიღაცა გამოგიწერს, რისკსაც გეტყვი, იმ რისკის პროცენტს რომ შეიძლება ამან რაღაც მომენტში არ იმუშაოს, ან გამოიწვიოს ეს. ანუ მე ვენდობი ექიმთან რომ მივდივარ, თუ იმ ექიმს ნასწავლი აქვს და სწორად აქვს გააზრებული თავის პროფესია და ყველაფერი გაქვს, იმას ვენდობი რა. და შესაბამისად კაცობრიობის პროგრესიც ახლა მე და შე რომ შედვართ აქ მიკროფონები გვაქვს და ხალხი რო გვიყურებს, ეს ყველაფერი არის, მაგრამ ეს რო არ მუშაობდეს მეცნიერება უეჭველი. ეს ვერ უყურებდა ხალხი კომენტარს ვერ დაწერდა და ასე შემდეგ ხო ანუ უეჭველი ეს არის დადასტურებული ფაქტია ყოველ შემთხვევაში იმ ცოდნით რაც ჩვენ გვაქვს ეს უეჭველი მუშაობს და ამას უნდა ვენდოთ მაგრამ ადამიანებს რატომღაც აი რაღაცა ამის ჯერაც მაგრამ მეცნიერება რო ეუბნება ეს რაღაც არ ესმის ამას მაიც ეგ რანაირად ევოლუცია რანაირად მოხდა კაცო ეს აქედან ის წარმოიშვა და სპერმატოზოიდიდან არის გაჩენილი თვითონ და ის აქედან ადამიანი როგორ გაჩნდა გეუბნება რა ხო და აი ეგ უმადურობის შეგრძნება აქვს. მეცნიერების სადღეგრძელო მაქვს დალეული ერთხელ სუპრაზე ეს მიყურებდნენ ვერ არისო ანუ. მადლობა მეთქი რომ კარგს ამ ხალხს მადლობა ეკუთვნის კაცობრიობის პროგრესისთვის რომ მე და შენ კბილი რო აღკვირდება ბურღით და ნიჩაბით და ვიღაცით არ გვიღებენ რა გაგიყუჩებენ და გალევინებენ და იმას იზამენ რა ქვია გამოგწერენ და შესაბამისად აი მაგათი მე ხო არ მესმის ახლა ნილ დეგრას ტაისონი რას ლაპარაკობს ბოლომდე რა მაგრამ მაგ ტიპის უფრო მჯერა ვიდრე სხვისი რა გავაკეთო ან იმიტომ რომ ვიცი რომ იმ ტიპმა და მეცნიერებმა სწავლის თან სწავლას რო აწვევენ ხო სწავლა არის ხო სწავლის შედეგად მიღებული არის ეს მეცნიერება რომ რაღაც დააკვირდნენ შეისწავლეს და მიიღეს და თუ რამე არიციან გეუბნებათ რომ ძმაო არ ვიცი რა აი მას კარგებიან რომ ეს არის და ეს ის არის ხო შეიძლება ნილ დეგრას ტაისონი ამ ბოდუს აღარ იქცევა ეგრე ყველაფერზე იძახის ვიციო და ხო მე ცოტა მიჭერს რომ გამბოს მაგრამ არ მივასებოდა ეხლა უსმენ ცოტა ისეთი გახდა რომ ეგრეა კაცო მე გეუბნების და ის ტიპი გიხსნის ეს კოსმოსი ძალიან საინტერესო დოკუმენტურია ძალიან მაგარია უმაგრესია და რო უყურე ხა რავი მე რადგან არ მესმის არ დავუჯერო ხო მაგრამ აი ეხლა თუნდაც აი კოსმოს რო უყურებ ხო კიდე უფრო ვიჯერებ რომ შემქმნელი ყავს ამ ყველაფერს რა ანუ ესე კი არ არის ჩემთვის რომ მეცნიერება და სარწმუნოება ანუ პირიქით ანუ ხო არ გამორიცხავს მეცნიერებაში უფრო ხედავ რა აი ფუტკრის ამბოს რო ყვება მანდ ერთი სერია მანდ დავიშოკე რა რომ ფუტკარი როგორ მოდის და როგორ უყვება დანარჩენებს უკას რო ანუ მანდ კიდე უფრო ვიჯერებ რაღაც შემქმნელის ხელს და დიზაინს სამყაროსი რა პირიქით არის ანუ მეცნიერებაც უფრო მაგიტომ მევასება და მაინტერესებს რომ ვა იქ ისეთი რაღაცა არა აქ ნახე როგორ არის შენ თუ გამორიცხავ რა წიგნებიც არის დაწერილი იმის მიხედვით ღმერთ შენ ესე კი არ გწამს რაღაცა სხვა რაღაცას არა ნუ მე საზოგადოების დამოკიდებულებას არ გეუბნები რა ის შენ რომ მარტო რო ხარ ფიქრობ აი მაგრამ მაგ მომენტს გეუბნები მე ვუშვებ ანუ აი
Rick and Morty-მე დავახსენე რომ იქ იმდენი თეორიაა რომ ყველაფერი მომწონს რა აი ასწორე. თორემ მოსაწყენია ცხოვრება ისე რა ეგეთი რომ არსებობდეს სუპერგმენები და რაღაცებიც ალბათ იმიტომ მოვიგონოთ რომ გავერთოთ ხო ფეხბურთსაც რომ თამაშობთ აი რა მომენტ რო შეხედო მარსიდან რომ ჩამოვიდეს ხება და ნახოს რა რითი ვერთობით შეიძლება თქოს რომ ანუ ვერ არიანო მაგრამ ანუ ადამიანები რაღაც მოსაწყენია ცხოვრება და ვთქვათ თავი გავერთოთ და აი ეგ თეორიები ძალიან მართობს ხოლმე რომ აი შეიძლება ეგეთ რაღაცები იყოს და ყველაფერს ვუშვებ და არაფერს არ ვამტკიცებ რა იმიტომ რომ სამწუხაროდ ინფორმაცია გვაქვს ძალიან მწირი და სერიალის ყურებასავითაა რა იმიტომ რომ სერიალს რო უყურებ მკვლელი გონია ეს და ბოლოს აღმოჩნდება ეს და სანამ არ განახებენ ბოლოს ვერ დაიჯერებ რომ ვიღაცა ეს არის და აქ ჩვენ სერიალის ბოლოს არავინ არ გვანახებს და ვარაუდობთ რა როგორ იქნება ბოლოს და ამ ვარაუდისას რატო გზნობენ ვიღაცები თავს შეურაცხყოფილად ვერ ხვდები საერთოდ ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა აღარ მაქვს რა ყველაფრისგან რო აი ყველაფრით რო შეურაცხყოფილება არის ალბათ რომ ვილაპარაკეთ კი შიში რა თავისუფალი ფიქრის და იდეის რომ მე თვითონ მოვიფიქროვა პასუხი იმიტომ რომ ისა რაღაც აი ნებისმიერ თემაზე გამოთქმული მოსაზრება ტიპს სახლში როზის ნევრებს უშლის აი რანაირად ახერხებთ ეგ მაგას აი ეგ არ ვიცი აი რანაირად უნდა იყოს ბედნიერი აი ინდექსზე კიდევ რანაირად უნდა აიწიოს ინდექსმა აი სახლში ზიხარ და რაღაცაზე თქვი რომ აი რაღაცაზე არსენალზე თქვი რომ წელს სოდი გუნდია და რაღაც აუ ეს არსენალის ჰეითერია და საკუთარი თვითშეფასი აქვს მიბმული ყველაფერთან ქართკახეთის მეფესთან, არსენალთან, მეზობელთან, უბანთან, სოფელთან, ამის სოფელზე ვთქვა რომ ცუდი წყალი იყო რო დავლი აი მივდიოდი ავტომატზე გავჩერდი და რაღაც ცუდი წყალი იყო მაგ სოფელში რომ გაგინებს ყველაფერს. იმიტომ რომ ის სოფელი თვითონ არის რა, ანუ გონია რომ იქ რო წყალი ცუდია, ესეც ცუდი არის რომ იქ რო დაიბადა, აი რაღაც ეგეთ რაღაცებზე აქვს მიმული თავი. ხალხნო. დაიკიდეთ. კომენტარებში ზოგადად ხოლმე YouTube-ზე. მაგრამ ცუდი ისთვისაა მაგ კი სხვა პლატფორმებზე შეიძლება შევყვა ხოლმე. და რაღაცებზე ვიცინი ხოლმე ძალიან. Facebook-ი გახდა ძალიან ტოქსიური, არ არის ახალი ამბავი. ევროპების სავანეს ვეძახი მე. ანუ კიდევ უფრო და უფრო ცუდი ხდა. ანუ ადრე TikTok-ი იყო ეგ და სხვა სოციალური ქსელები იყო ეგეთი. TikTok-ზე აი რაღაცა ლუდი თუ გამოჩნდა. რაღაცა ზედმეტი რაღაცა თუ გამოჩნდა შიშულა რა შეიძლება დაგბლოკონ. და ვიღაცა ტიპი დანას რო იქნევს და დედის იმას რო იგინება, ის ტიპი ის არის ინფლუენსერია და ფულს ურიცხავენ და ვერ გავიგე რა ორმაგი სტანდარტები. აი Facebook-ი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ის გახდა რა საშინელებად რეალებს იქ არ განსაკუთრებული აგრესია და ნეგატივი რა. ვინ ბოტია, ვინ ტროლია და ვინ ნამდვილი ადამიანია მაგის გარშემო. მაინც არ ვუშვებით ამ Facebook-ს, რატო ქართველებს რატო გვარტვართ Facebook-ს. მე მგონი ჩვენ ერთ-ერთი ქვეყანაც თავარი სოციალური ქსელი კიდე Facebook-ი არის. ხო, მანდგინების გამოც უკვე ესენია რა სანქციები და სხვა პლატფორმაზე არ მიცდია. ეს Facebook-ზე მოიცა რაღაცის თქმა მინდოდა. კომენტარებზე. TikTok-ზე იყო ამოჭრილი ჩემი და მახარას რაღაცა გორზე. რომ რა უნდა გორში ვაშს რაღაცა და ნუ რა თქმა უნდა ეს ვიღაცა გორელისთვის აღმოჩნდა წითელი ხაზი რომ გორზე ცოტა ისე დადები უარყოფით არ დადებით არ იყო უარყოფით მახარას ვეკაიფებდა რა და გორშიო როგორ რა მას ხვალ უნდათო რა აუყუწოთ თუ რაღაც და ვიღაცის კომენტარი იყო გენიალ რეპლაი იყო რა ჩამოყვე მეთქი როგორი ფილოსოფოსების დიალოგი არის მეთქი ამ TikTok-ზე მაინტერესებდა user 780 ეკამათებოდა მანანას და ამან დაუწერა გორიო, აი ეს გენიალურად იწყებოდა. მეო ძალიან მიყვარსო გორიო, ვინც გორზე რაღაცა არ არსებობსო, მანდო რომ მივდივარო ქალაქიდან და ვარ გავიარო და არ მოვისაქმო. ანუ ეს ვითომ დააპაჯეშკა და ბოლოს ჩაუიმასქნა და ძალიან ვიცინე მაგაზე. ხო, მაგაზე ანუ აი კაცები ხომ წელი არსებობს და რამდენ თემაზე უღადავიათ. ყველაზე მე რაც მახსოვს მე ჩემი საქმე არის ეგ რომ სოციალურ ქსელს ყურადღება მივაქციო და ყველაზე დიდი აგრესია და უარყოფით კომენტარი მოყვა ერთ-ერთ საქართველოს გეოგრაფიულ რეგიონს ეხებოდა ის ხუმრობაც არ იყო პირიქით ლაპარაკობდნენ რა მაგარი ადგილი არის სტუმართან ერთად და თან რაღაც ერთი ორიც გაიხუმრეს ფორმატი ეგეთი მაგრამ ვიდეოს შინაარსი იყო რომ ეს არის ხალხო მაგარი ადგილია საქართველოში ერთ-ერთი ეს და ნუ რაღაცა არასწორი ინფორმაცია იყო რომ აქ არის თუ იქ ну, ანუ ის ვიდეო იმას ვქენი დავაჰაიდე, ანუ ასობით ყოველდღე მოდიოდა ისა, რომ ანუ აზრი არ ქონდა, თუ ესე ამწარებდა ხალხს, მე რა ფიწლებიდან დავიძრებით და ჩამოვალ Facebook-იდან მოხსენი ეს ვიდეო, იმიტომ რომ საგიჟეთი ან დროს უღადავიათ ალბათ ყველაფერ თემაზე რა. მაგრამ აი რეგიონის, ანუ აი წარმომავლობის იმ კუთხიდან სადაც იყვნენ, იმას რო ეხებოდა, რომ გაგონთ
ცუდი არაფერი არ იყო რა თქმა უნდა. ბავშვობაში მესმოდა ხოლმე რომ აი ვერელები ვართ, მაგრები, ამ კორპუსში რა ხალხი ცხოვრობს. აი რაღაც აი გაიგივების შეგრძნება რომ ანუ აქ ვართ ეხა იქ ცხოვრობენ ჩათლახი ხალხია იქ ითაკორპუსო ჩვენ აი ზედა ქვედაუბნელები თუ რა სოფელში შუქრუთში მივდიოდი ხოლმე ჩემი ბიძაშვილების სოფელია და იქ საჩხერეში ვისვენებდით ხოლმე დასვენება თუ ერქვა მაგას მე მეუბნებოდი რომ დასასვენებლად მიდიხარ რა და შუქრუთში რა ეხა რომ მან სტადიონი იყო და შევესწარი ზედაუბნელები და ქვედაუბნელების მატჩი უნდა გამართული იყო და ამოვიდა სამი კაცი და რაც უნდა დახვდნენ იცი აი ძალიან უზრდელურად და რაღაც რომ აი რა ის არის ქვედაუბნელი მაგრამ აი ხა რო თქვა მთლიანობაში რო თქვა შუქრუთელებს გვირთხამენ ვიღაცა ითხვისელები შეიძლება გაერთიანებული იყვნენ რა და აი ეს მომენტი აქვთ ადამიანებს რომ აი ჩვენ ეს ავართ მოხაზული ვართ და ყველაზე მაგრები ვართ და რაშიან რო კითხო ესე რომ ჩამოთვლებინა რაშიან ყველაზე მაგრები აი ვერ გეტყვიან რა ზუსტად რა და მაგიტო ყველაზე მთავარი მეც მქონდა აი ყველაზე მაგარი ისე რომ მე გავლილი მაქვს ეგ რა და ვიღაცები ვერ გადიან მაგას აი მე მგონი რომ გავლილი ეტაპია ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ ვიღაცას დაუწერია დინამო თბილისზე რაღაც და მე მეკითხა რომ ამ ხელა კლუბს პატივი უნდა სცეთო აი რა გინდა განებე თავი რა და იმიტომ რომ მე თვითონ არ წარმოადგენდი არაფერს აი ჩემი მე არ მქონდა რა მაგ დროს და ვიყავი მე ვარ იდენტიფიცირდებოდი რომ მე დინამოს გულშემატკივარი ვარ ვინც მაგაზე სულ სიტყვის აი ეგ მომენტი მქონდა რა ხო და ეხლა უკვე ისე აი ვიცი ეხლა ისე არ მაინტერესებს ეგეთი თემები რომ მარტივად გაუბედურდები რა იმდა რაღაცას მოისმენ უბრალოდ რომ თულია ეგრე ცხოვრება და ჯობია დაიკიდო და თავისუფლად იყო. კაი, ბოლო შეკითხვა ტრადიციული. რა არის ცხოვრების აზრი? აი ეგ ისა რა ქვია, ბერცე რო ლაპარაკობდი და ამ შემდეგ არ ვიცი ხა აზრი ალბათ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს რა არის. იმიტომ რომ საზოგადოება მანდაც გავალდებულებს რომ ცოლი უნდა მოიყვანო და შვილი გააჩინოს სიტყვაზე ვიღაც არ უნდა შეიძლება ეგ რა. აბა რა აზრი აქვს მაშინ ცხოვრებას. აბა რა აზრი აქვს თუ ესე არ არის, ანუ რაღაც აზრს ვეძებთ და შეიძლება ძალიანაც უაზრობაა და დროებით უბრალოდ ძალიან ცოტა ხანი ვართ მოსულები მე მგონია რომ შენი აზრი რა თქმა უნდა აქაც არსებობს ვიცხოვროთ ისე გავერთო ცოტა ხანი ვართ ვისი ამაოდ აი ატრაქციონზე რომ დაждები და ხოლმე მოწყენილი არ უნდა იყო რა სამ ჩამოვა ხელებიც უნდა აწიოს სულადიც გადაიღო და გაერთო და ისე გაატარო ეგ ცხოვრება, რომ ვიღაცამ არ გაამწარო, პრობლემები არ შეექმნა ვიღაცას და რავი რომ მოკვდები შენზე თქვა მართლა გულწრფელად რომ კაი ადამიანი იყო. დანარჩენი მე მგონია რომ არ უნდა ატკინოს ხვებს რა და უნდა იცხოვრო საკუთარი სიამოვნების მაქსიმალურად მიიღო სიამოვნება რა, იმიტომ რომ ცოტა ხანი ვართ რა, აქ მართლა ძალიან ადამიანი ცხოვრობს ძალიან ცოტა ხანი და მაქსიმალურად უნდა ეცადოს სიამოვნება მიიღო. ალბათ ეგ კი ბატონო, მიღებულია. მადლობა. პირიქით მადლობა, გამისწორდა ძალიან. მადლობა, მიხარია. ეს შენ რა ახსენე მის დაწყება მინდა მაგის ცალკე ჩენელი გექნება, აკვე დავანონსო შეგვიძლია თუ? ანუ თქვა კი სექტემბრიდან მინდა და სექტემბრიდან. დრო უნდა გამოვანახო მაგას. ლინკი რომ მივუთითო და რაღაცა ჯერ. არა, ჯერ ლინკი და ლოგო და რაღაცები არა, მაგრამ აუცილებლად გიბონია ნადვილად მოკლედ არ გავუჭირდებათ. ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ სოკარი, სელფი და ტიშერტი. კიდე შეგახსენებთ ერთხელ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მადლობა და დროებით. წარმატებები.